დღევანდელი ეპიზოდის წამდგენია პლატფორმა YOLO. ძალიან გამარჯობა, მგონია რომ ჩემი დღევანდელი სტუმარი ძალიან გაგახარებთ, რადგან არ ვიცნობ ადამიანს, ვისაც ეს ბიჭი არ მოსწონს და რამე ნეგატიური თქმა შეუძლია მასზე. სადაც მიდის, ყველგან უზომო პოზიტივი შეაქვს და განსაკუთრებით ძალიან მოსწონთ ხოლმე გოგოებს. ასე რომ, ბევრი რო აღარ ვილაპარაკო, ბედნიერი, ლაღი, ცხოვრების ამბასადორი არის ჩემთან DR პოდკასტში დღეს და გოგოებო ალესეთ თქვენი შეყვარებული მზერები, დაგრაჟული კომენტარები. გამაწითხრა ბიჭი და არ ვიცი. გიგი. მოგესალმებით, გოგოებო, გამარჯობა. მადლობა ესეთი პომპე, ესეთი წარდგენისთვის. ნუ რაც არის ახლა? არა, აშკარად კარგი წარდგენა იყო და მიხარია ყოველთვის ხოლმე აი კურსმო. ხო, ნუ ახლა რაც არის სიმართლე, იმას ვამბობთ შესაბამისად. გიგი, პირველ რიგში მადლობა რომ ჩემთან ერთად ხარ, მიუხედავად დამღლელი დღისა და 9500 წლიანი გადაღებებისა და რა ვიცი, ვაფასებ ამ ყველაფერს. მადლობა მოწვევისთვის. მითხარი როგორ განწყობაზე ხარ, რა მოლოდინები გაქვს დღევანდელი პოდკასტიდან, საერთოდ რატო დამთანხმდი თუ ეგრეა? ბიჭო, ახლობელმა დამირეკა. არა. ნუ ცოტა ასე ვთქვათ, რადგანაც დაგთავთი ის იყო რომ ანუ შენი რამოდენიმე პოდკასტი მართლა მოსვენე. მართლა დანაშაულის თქმა, ანუ ადრე რომ მითხარი და რომ მოვედი ორჯერ, მივხვდი რომ მეთქი ეხლა მეკიონი დროა. არა, მართლა შენ სხვა პოდკასტებს უყურე, მართლა მომეწონა ის რომ ძალიან მომზადებული ხარ ხოლმე სტუმრებთან და კარგია ეგ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევებში არ იციან ვინ მოდის ან ვის ელაპარაკებიან აი რაღაც 1-2 რაღაც გაგებული აქვს ხოლმე ამიტომაც კარგი კორესპონდენტთან ყოველთვის მზად დავარ ვისაუბრო კრიტიკულ თემებზე და დავუშვია და კითხები გაკითხო მითხე რაღაცა მიწერია ახლა კი ვიწყებთ მაგრამ თან გავსერიოზულდებით ახლა მე გასერიოზულდება კარგი იცი რა არის პირველ რიგში აი წაღან რო გეუბნებოდი რაღაც უნდა გაგახსენა თქო არ ვიცი შენ გახსოვს თუ არა აკლეთ ალბათ მაყურებელს ავუხსნი რომ პირველად შენ გაგიცანი გადაღებაზე ჩვენი კომპანია YOLO რომლის ყუთიც აკდევს და აი ეს შემთხვევით და ეს სრულიად მოულოდნელად ოღონდ დღეისთვის მართლა მოულოდნელად დევს აქ და მე აგიხსნით კონკრეტულად რა არის და როგორ მქონდა გადაღება ჩვენი კოლაბორაციის ფარგლებში და ნუ გავიცანი გიგი და ჩვეულებრივად მაპატიეთ უცხოური ტერმინისთვის მაგრამ small talk-ის და networking-ის ფარგლებში გიგის გავუზიარა რომ მეც ვაპირებდი YouTuber-ობას ну, კერძოდ კიდევ პოდკასტები მაინტერესებდა. და არ მახსოვს ახლა კი არა და არ ვიცი ზრდილობის გამო მითხარი თუ მართლა გულით მითხარი, მაგრამ შემოგულიანე ძალიან რომ კიო დაიწყეო კაცო ძალიან მარტივია. თან მე მაშინ მახსოვს რომ პერფექციონისტული წიკები მქონდა, ანუ იმიტომ არ ვიწყებდი რომ აი მილიონი არა მქონდა, რატო არ უნდა დამეწყო და არც ერთი კი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქმარი ძალიან დიდი ხანი მხარს მიჭერდა და პრინციპში ზუსტად იგივეს მეუბნებოდა რა ჩან მითხარი, მაგრამ შენ რომ მითხარი რაღაცნაირად ნაპერწკალი ამენთო, იმიტომ რომ ადამიანი ვისაც ეს ყველაფერი გავლილი აქვს, თავის თავზე მორგებული აქვს და სოციალური პრუფი გააჩნია, რაღაცნაირად ძალიან იმოქმედა და მე როგორც ჩანს 2 წლის მერე როგორც იქნა დავიწყე. ხო, არა, მე ნუ წინა წელს იყო მართლა ეგ და აი ნახე როგორ ბევრ ადამიანს უნდა გააკეთოს რაღაც, აი თუნდაც კონტენტ კრეატორობის სფეროში რა და ვისაც ეგეთი რაღაცა უნდა და აი ეგ მაგას აი როგორ ჩვენ გამიზიარე რა, მიზიარებს ყოველთვის ფიდბექი ანუ მიდი დაიწყე, მიაწექი და ანუ ნელა მოიხოდები რა. და სხვათა შორის ესეთ ბევრი ადამიანისთვის მithქვამს ესეთი რაღაცა და ალბათ ვიტყვი რომ ერთ პირველი ადამიანი ვინც იყო ის იყო ჩემი მეგობარი და ჩემი ძმაკაცი რომელიც არის აჩი. აჩი ძალიან ცოტა ხნის წინ გავისმენი. აღარ ანუ კუბოს მერე. არა ხო და აჩი იყო ეგ ადამიანი რომ აი ესე უთხარი რა რომ აი მეთქი დაიწყე რავი დაგეხმარები თუ გინდა პირველ დღეს
დამოკვები გადაგიღებ თქო და ეგ იყო რომ მართლა დამირეკა რა. ვა, მეთქი ანუ არა მე მართლა მინდოდა რა, ეგ თუ გინდა მუღამი გაქვს დავაი, ანუ პირველ ნაბიჯს დაგეხმარები და ეგ ყოველთვის კაი ისაა თემა, რომ თუ რაღაც გინდა ძალიან არ უნდა გადადო, იმიტომ რომ აი 1000 კაცი არის ეგეთი, ვინც აი ძალიან მინდა დაწყება და არ ვიცი და მეთქი ანუ აირჩიე სფერო, აირჩიე ნიშა, შეხედე ვიღაცებს, ვინც მოგწონს და დაიწყე ნელა მაგითი. კი, საბოლოო ჯამში იგებს ის, ვინც იწყებს როგორც მინიმუმ და პროცესში მე ხვდები რა გჭირდება. თუნდაც როგორ წავიდეს ის, ანუ იმდენ სწავლობ, რომ ანუ რა ის მასწავლი გაქვს რა გამოცდილებები, კონტაქტები, რაღაც one level-ზე მოთახვედი რა, თუნდაც fail-ის მიუხედავთ მაინც. კი, მოკლედ ჩემი ინსაიტი ის იყო, რომ მადლიერების გამოხატვა მინდა და შენ მიმართ, იმიტომ რომ ის რო პოდკასტი დავიწყე, რაღაც მომენტში მე ჩამერიცხე 30 საქართველოს დიდი ნაბიჯია და ამ შენი წვლილიც არის მოკლედ. და მგონია რომ აი შენ თვითონაც ახსენ ჩემი კითხვა ეგეც იყო, რომ ალბათ ძალიან ბევრი არის ეგრე, ვისაც ამოტივირებ თქო და აი ამ რაღაც შენ როგორ გითხრა რაღაც შენეულ განცდებს დებ ალბათ ამ ყველასთან ალბათ ვერა, მაგრამ ვინც შენი ახლო წრიდან არიან ალბათ აი ამ რაღაც მოტივირებაში და quit 9 to 5 job და წამოდით ყველა სამსახურები და მეგობრებს მაგას ვეუბნები, მეთქი ანუ მეგობრებო სადღაც რომ წავალ არ მე ასე ტაილანდში სულაც გავგზავნეთ კი quit your 9 to 5 and travel around, იმიტომ რომ ეგრე დავიწყე მეც რა. კი, აი მაგაზე მინდა რა ცოტა მეტი მესაუბრო და გულწრფელად რა ხა გეტყვი რატო quit 9 to 5 job არის ძალიან მაგარი ინსაიტი და რომანტიზებული ფრაზა, რომელიც ანუ ამერიკელი ასე ვთქვათ, ბლოგერებისგან, პოდკასტერებისგან, აი ძალიან ბევრი ძალიან კი, რომანტიზებულია. მაგრამ შეიძლება ეგ საზღვარგარეთ რომ მარტივი იყოს, მაგრამ საქართველოს რეალობიდან რომ გადმოვიხედოთ, ცოტა უფრო რთულად გვეჩვენება და შენი გადმოსახედიდან მაინტერესებს ერთი პირველ რიგში ის, რომ შენთვის რა იყო ყველაზე რთული სტაბილურობის, ფინანსური ნაწილის, რის დატოვება გაგიჭირდა, როდესაც აი ეს ნაბიჯი გადადგი, იმიტომ რომ რაღაც მე ხო ფიქრობდი ესე ხო უცებ ხო არ გადაწყვიტე, რაღაც ლოგიკური ნაბიჯები იყო, რომელიც მიგიყვანა. და მეორე რეალურად ბექგრაუნდი რა იყო შენი აი ამ დასაწყისის როცა იწყებდი. ძალიან ბევრჯერ გაქვს ეგ ისტორია მოყოლილი, მაგრამ აი ცოტა სხვა კუთხით მინდა შეგახედე. ხო, აი ეგ ცოტა ბრუტალურად მაინტერესებს რეალობაში რა იყო. მოდი ქართულ რეალობით ვისაუბროთ რა. ძალიან ბევრი ადამიანი ვისი ოცნებაც არის და ფიქრობენ რომ ნეტა შემეძლოს რომ აი თუნდაც ვიმოგზაურდოთ ამ ვიმუშაო რა. თუნდაც ეს ვქნა. საქართველოში არსებობენ ეგეთი ხო არსებობენ ეგეთი ადამიანები საქართველოსთან აქედან რეალობაში მიაღწიეს იმას რომ თუნდაც აქედან რავი დაიწყეს რაღაც remote სამსახური, დაიწყეს freelancer-ობა და რავი აკეთებენ იმას რასაც უნდა. ანუ ხო არსებობენ ეგეთი. ანუ თუ არსებობენ ეგეთები მაგას არა აქვს მნიშვნელობა რა სად ხარ, როგორ ხარ, ანაირად ხარ. მე რო საქართველოში ვიყავდი, ქართულ რეალობაში ვიყავდი და მაგალითად ჩემი ოცნება რო იყო რომ მეც ცხოვრო და მესწავლა უცხოეთში, ანუ ყველას ვეკითხებოდი, რომ აი ვინც უცხოეთში სწავლობდა, მეთქი რანაირად, ანუ დაფინა ფული სადაც გავაძროთ. და რაღაცნაირად, ანუ იმდენი ვიღაცას მივედე, რომ ერთმა ვიღაცამ რაც მითხრა, რომ აი ეს არის კურსი, აქ უნდა შეავსო, მე რაღაცა აპლიკაცია, ქულები თუ ესე გაქვს, შანსი გაქვს, რომ რაღაც დაფინანსება მიიღო, რომ თითქმის ცუდ უზრუნველყოფილი იყო. ჩემ უნივერსიტეტში ძალიან მაგალითი მქონდა, რომ იტალიური არ ვიცოდი ეგრე კარგად და 100 კაციდან ვინც ვიყავით, ანუ მარტო 3 მუშაობთ, ხა მიმტანი ვიყავი, მაგრამ ანუ იტალიური არ ვიცოდი და ისე ვიყავი მიმტანი. და ჩემი მეგობრები წუწუნებდნენ, აუ სამსახურს ვერ შევავლობ რა და წუწუნა ადამიანები, აი წუწუნები, ხო, ანუ რო თავი გაიმართლო. ანუ ადამიანი რომელიც წუწუნებს, იპოვის მაგას, რომ აი რა ვქნა რა ჩემი ბრალია, ანუ რაღაცა ის არ გაამართლა, ან ცხოვრებაში არ მიმართლებს. კი. ამაგაზე ძალიან სასაცილოებაც გამახსენ და საილებში რომ მუშაობდი, მექსიკელი შემხვდა კოლზე ერთხელ და მექსიკური რა თქმა უნდა არ ვიცოდი, კი და ესპანური. ესპანური არ ვიცოდი და Google Translate-ით ვაყიდინე პროდუქტი. ესე ვკითხულობდი ანუ ციფრებს uno cuatro რაღაცა და ნუ მოკეთე და ანუ ის იყო რომ თუ ანუ შენ ინსაიტზე გამახსენდა თუ ადამიანს რაღაცა უნდა, ანუ თუნდაც იტალიური არ იცოდი და მაინც მუშაობდი, შენ თუ გინდა ანუ გააკეთებ. ყველა ქვეყანაში ეგრეა რა, ანუ ჩემი მეგობარი რომელიც არის მაგალითად ანუ ესპანეთში იყო ძალიან პატარა სოფელში, ძალიან ისე ვთქვათ, ღარიბ ოჯახში იყო
და უნივერსიტეტში მე დაიწყო რაღაცა და მე მიხვდა რომ ეს უნივერსიტეტი მაგალითად მაგისთვის ესე არ იყო და ერთ-ერთი კარგი უნივერსიტეტიდან წამოვიდა და წავიდა ონლაინ უნივერსიტეტში და მე მუშაობდა ამერიკაში გაეროში ანუ შეავსო რაღაც აპლიკაციები და გაეროში გაიჩინა მე რაღაც იქიდან შეავსო ბრაზილიაში გაიჩინა მუშაობდა ანუ მე ანუ და არც ქონდა დიპლომი რა ანუ მაგით გაკაჩა ყველაფერი რა და აი მაგას უყურებ ხოლმე რომ აი ჩემი ევროპელი მეგობრების წუწუნები რომ აი უქნები პოულო ანუ მეთქი მე თქვენ ადგილას რო ვიყო თქვენი აზრით მექნებოდა სამსახური უკეთესი და პასუხია კი მე შე კი თუ არის მაშინ წუწუში აღარ არის რა ხო იმიტომ რომ თქი აი თუ მართლა მაგარი ხოწე ხარ და მოხოდილი ხარ ყველგან შეგიძლია მოხოდილი იყო რა აი წინაზე ჩემი წინა სტუმარი ნანახი დაშალი იყო და მან თუ გამიხილავდი ზუსტად მაგას რომ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის აღება ან სხვას კი არ დააბრალო გარემოება სამყაროს რაღაცა შენა იყო შენს ხელში შენი რაღაცა მომავალი რა დონეზე შესაძლებელია რა და შენი გასაკეთებელი გააკეთო და რაღაც დონეზე pay-off-ი ყველა ვარიანტში მოვა ანუ ხო ეხლა ნახე რაღაცას რო აკეთებ ხა წამოვიდი სამსახურიდან ესე ხო არა წამოვიდი მანდარი რომ მუშაობდი კიდე 2-3 სამსახურში რომ ფული დამეგროვებინა რაღაც ანუ გეგმა სტრატეგია რაღაცა უნდა კონდეს რომ აი ისე პროსტა მოდიხარ ეგრე არ ხდება ანუ რომ მოდიხარ უნდა იმუშაო კი ეგზამენშოვანი წინადადება ახლა რაც თქვი იმიტომ რომ quit to 9 to 5 შეიძლება კარგად ჟღერს და კაი headline-ია მაგრამ მე ის რო სტრატეგიულად უნდა ქნა ეგ მეორე ნაწილია ხო ან ბევრი არ არის მზად იმიტომ რომ რომ მოდიხარ ირჩევ არასტაბილურ ცხოვრებას. ანუ სტაბილურობიდან გადმიდიხარ არასტაბილურში, რომელიც ეგრევე ესე იწყება რა. შფოთვები არ ქონდა? შფოთვები არ ქონდა, იმიტომ რომ ანუ the worst case რაც ან ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მომხდარიყო, ანუ თავიდან ამეწყო სამსახური ზებნა. ანუ ჩამოსულიყავი ჩემ სახლში, ოჯახში მისულიყავი ისევ რავი მეჭამა სახში ჩემს ხარჯი ყოფილიყავ მაგრამ ვიცოდი რომ ეს რომ ჩავიდოდი ანუ ერთი თვე დამჭირდებოდა რომ რაღაცა გამოსავალი მომიფიქრებინა რა ჩემთვის თუნდაც გამოსავალი ის იყო რომ აი რავი აი მანამ რა მარკეტინგში ვიყავი მაგრამ მაგ ბექგრაუნდის გარეშეც ანუ დავაი ბოლოს ვიმუშავებ რა ბოლზე დავждები რაღაცა და შევაგრავ ფუცებ იმპულს ანუ რა ანუ ფულის პრობლემა მაინც არ მექნება რა მუზეც რო ჩამოვიდე და დაჟე ვისესხე რაღაც ფული კიდევაც რომ ბარემ ბოლომდე მივიყვანო ესე რაღაც მოგზაურობა რაც მინდოდა რა მაგრამ თან ჯეროდა მაგისი და თან the worst case ან ყოველთვის მაგას რა შეიძლება იყოს ყველაზე ცუდი სტოიციზმი ანუ ხო და როცა შეგუებული ხარ იმ ყველაზე ცუდსაც მაგრამ უფრო ანუ იმას მირჩევნოდა მაინც რა იცი რა მაინტერესებს ეს შენი რაღაც შინაგანი ინტუიცია კარნახობს ესეთ გადაწყვეტილებას იმიტომ რომ მეც ვემზადებოდი შენთან შესახვედრად რაღაცას უყურე და მაგაზეც დაგისვამ მე კითხვას მაგრამ რჩება შთაბეჭდილება რომ არის წიგნები შეიძლება ადამიანები რაღაც პოდკასტები თუნდაც დაერევსიო და არა მარტო ეგ ან ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ვიღაც არის იგივე ტიპები ყავს გამოწერილი და ვადევნებთ თვალს და მგონია რომ გავლენები გაქვს ძალიან ბევრის და შენ ვის გამოარჩევდი და კონკრეტულად რა იყო გარდამტეხი რამაც შენზე გავლენა იქონია ნახე ანუ პირველი ყოველთვის იმას ვფიქრობ რა და ყველა მაგაზე უნდა ვფიქროთ რჩევას რო ვეკითხებით ვის ვეკითხებით ანუ შენ მეგობარს მე რჩევას ვერ მკითხავ იმაზე რომ მოდი წამოვიდე თუ არა ანუ ან რაღაცა იმიტომ რომ არ იცის ანუ იმენაც არ იცის თუნდაც აი ყველაზე ცოტა ისე რა ვიყოთ ყოველთვის მაინც შენი ფიქრებით უნდა იფიქრო, მაგრამ რაღაცას თუ კიდე მიაღწიო ძალიან დიდ და ეკითხები და მეგობარს მაგალითად, რომელსაც არაა გამოცდილება, ვერ გირჩევს სწორს რა. ისევ შენი ინტუიციაზე უნდა იყო და ისევ ამიტომაც როდესაც არავინ არ ყავს გარშემო ეგეთი ადამიანი, ვისაც შეგიძლია რომ აი იცის რა და შენ გინდა ეგ ადამიანი იყო რა, აი რაღაც აი დაახლოებით, მაშინ ეძებო წიგნებში, პოდკასტებში სხვა ადგილას რომ იქიდან რაღაც პატარ-პატარა აიღო და რაღაც მართლა გააკეთო რომ აი ჭრის თუ არა რა და ხო რა ხანდახან რთულია თუნდაც აი მე მშობლებს სულ ეკითხები თავიანთ ასრსა აი ყოველთვის რაც არ უნდა იყოს იმის მიხედავთ რომ შეიძლება უარყოფითი ასმოძებთ შეიძლება ან რაღაცა ჩემს საკითხთან დაკავშირებით მაინც ვისმენ ხოლმე მაგრამ მაინც იმას ვაკეთებ რაც მგონია სწორი და ჩემი აზრით ანუ დღევანდელი თაობა იმდენად
დამოკიდებულია აი შობლის სიტყვაზე რა უკვე არა ბევრ რამეში მაინც იცი რა არის აი ნახე ჩვენ რო ვიწყებთ მივიდივარ სკოლაში მე უნივერსიტეტი მე მაგისტრატურა ჩავაბარებ ანუ ეს რაღაც მშობლიდან კი არ მომდის უბრალოდ აი society გვაძალებს ანუ რა ეს მშობელი იყო ასე ვთქვათ პირობითად მოიყვანა მაგრამ society გვაძალებს რომ ესენი გავაკეთოთ მე გავაკეთო სკოლა უნივერსიტეტი მე მაგისტრატურა კარგ სამსახურში ახვიდე მე უფრო მაღლა ახვიდე და მე თან ბევრი ოცნებას რომ აუნეტა თავი ის ვიყო რა კი ხო და ასხა ჩერც აი ეგ წინა კითხვა მინდა დავასრულოთ რა კონტექსტში იცი არც შენ გსმენია თუ არა ეგეთი რაღაც მაგრამ რაღაც პატარა გამოკითხვას რო ვაკეთებდი ერთ-ერთი ესეთი უკავშირე მივიღე რომ აი კი ძალიან აი რაც მეკითხე რომ ეს quit 9 to 5 job არის ძალიან კარგი რომანტიზებული ისტორია და გიგერას ეწყობა ძალიან საინტერესო ჟღერს როგორც PR ისტორია მაგრამ დარწმუნებული რომ უეჭველი მდიდარი მშობლები ყავს და მასე აკეთებს და არა ისე როგორც ყვება აი რა გაქვს მაგაზე სათქმელი და დავასრულოთ მაგით ხა დავიწყო როგორ პირობებშიც ანუ ნახე როგორც მომიწია მაგალითად ბევრი რაღაც აი ეს ვთქვათ საშუალო ოჯახის წარმომადგენელი ვიყავ თუმცა რაღაც ამბებში იტალიაში რო წავედი და რაღაცა რა ანუ მანდ მივხვდი რამდენად ასე ვთქვათ თუნდაც ყვებაზე რა ანუ რაღაც რამდენად შედგული ვიყავი ჩემი ბიუჯეტი მაგ ხრივ რომ აი ამაზე მეტი არ არის რა ანუ და თან მუშაობდი პლუს რა და ის მომენტებიც მახსოვს რომ ხანდახან შეიძლება და ჩემს არ ეჭამა საჭველი რომ აი შარა შენ ჭამე ანუ აი ეგეთი მომენტებიც იყო რომ იმიტომ რომ რაღაც ბიუჯეტში უნდა ჩავტეულიყავით და ეს ნელ-ნელა დროთა განმავლობაში მე მაგიტო ვიყავი უფრო დამოკიდე მინდოდა რომ ანუ აი ეგ პრობლემა არ ქონოდა რა და იქ ალბათ გამოიწვია რომ აი მინდოდა რომ ჩემი თვიყავი ისედაც დავიწყოთ 15 წლიდან უკვე წყალბურთის ნაკრებში ხელფასში გქონდა და საკმაოდ მე რაღაც პერიოდში ასე ვთქვათ რავი ევროპის ჩემპიონატებზე რაღაცებზე ვითამაშეთ უკვე ჩემი ფული მქონდა საკმაოდ ამიტომაც ეგ წარმოგიდგენთ 15-16 წლიდან აი ძირითადად ჩემ თავზე ვიყავი დამოკიდებული რა მაინც რომ აი ესეა ამდენი ეს უნდა გავაკეთო რომ ეს მქონდეს იცი რა არ მახსოვს სად წავიკითხე თუ მსმენია ეს ფრაზა რომ ყველაზე ღრმად უნდა შესურო წყალში და ფსკერს უნდა შეეხო იმისთვის რომ მე მაგრად ამოყვინთო რა დაახლოებით ესეთ შინაარსი იყო და შენი მონაყოლიდან გამომდინარე ხომ არ იყო აი ეს რაღაც მომენტები რაღაც გამოწვევები დავარქვათ მოდი ცხოვრებისეული რამაც შენ გაგაკაჟა და შეგქმნა ისეთ უშიშარ ტიპად რომელიც დღეს ხარ არ ვიცი შინაგანად როგორი განცდები გაქვს, მაგრამ კონტენტიდან გამომდინარე, შენ ცხოვრებისეული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, თუნდაც წეღან რო თქვი, რომ აი რაც უნდა მოხდეს, სულ რა ნულზე დავრჩე, მე მაინც ვიპოვი რაღაცას, რაც გავაკეთო. ანუ ეგ მაინდსეტია უკვე შენი, კრედოა. იმიტომ რომ ყველგან ეგრე იყო, რა რაღაც ან პატარა self confidence-ებით აშენდა იქ. სადაც მივედი, მაგრამ ნუ ჩემი თემა იგი იყო, რომ ისე იყო რა მე სწავლობდი რაღაც იტალიაში მე ისე მოხდა რომ ამერიკაში წავედი სამუშაოდ მაგრამ არ ნაწარმოები უნივერსიტეტის ცხოვრებიდან უცებ გავიჩნდე ამერიკაში სრულიად მარტო coworker ანუ თანამშრომლებიც რა ვინც ყავდა ყველა დიდი იყო ანუ რაღაც აი ძალიან სრულიად მარტო გავიჩნდე ლაღი ცხოვრებიდან უცებ adult life-ში რა და ამერიკიდან როგორ ეკავდი მშობლებს ეგ ქონდა რომ აი ანუ როგორ რატომ ანუ სუმუშაობენ ხოლმე ხა ანუ ესე თუ იმუშავე ვერასდროს ვერაფერს ვერ მიახსენებ კვირაში წელიწადში 10 დღე დასვენები და იმით ვერაფერს ვერ გავაკეთებ თვითონ ანუ რანაირი ცხოვრება ხოლმე ხა ესეთი არ მინდა რა და ანუ მაქედანვე ვიცოდი რომ უკვე არ მინდოდა რა მაგ პირველი ეტაპიდან და მანდ როცა რაღაც დეპრესია თან ანუ მაგ ახალი გაშრებული ვიყავ შეყვარებულს თან მარტო გავიჩდი არც მეგობრები მყავს არც არავინ არ ყავს მუშაობ ცივა უბედო აღარაფერი აღარ მინდა და ვიცოდი რომ ეგ იყო ერთ-ერთი ყველაზე ესეთი რთული პერიოდი რა რომელიც გაკაჩა კარგი ხანი ერთი წელი აი რას გრძნობდი ყველაზე მეტად მაგ დროს და აი როგორ გითხრა რა განცდები გქონდა და რა მიზნები და აქ როგორი
როგორი იმიჯი გქონდა მაგ დროს, იმიტომ რომ როდესაც ვინმე უცხოეთში, ევროპაში, ამერიკაში აქ ეგრევე, კარგად არის და მსგავსი რეაქციები შენ როგორ გქონდა? არა, მე საკმაოდ ბევრს მუშაობდა და ჩემი პირველი მიზანი იყო კომპანიაში ყოფილიყო, გავთარიყავი ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე ავსულიყავი რა. მალევე მოხდა ეგ რაღაც 5 თვეში რაღაც დავწინაურდი. მე პოტენციალი იყო უკვე რომ რაღაც ერთ წელიწადში კიდე დავწინაურებულიყავი და მაგრამ თან ვფიქრობდი რა, გამიხარდა ეს, მაგრამ სად მივდივარ ის მინდა მართლა, უყურებ ჩემ მენეჯერს და იმის ცხოვრება არ მომწონს, იმიტომ რომ მე რასაც მუშაობ რა დილის 7-დან საღამოს 5-ზე უნდა მორჩეს, მაგრამ მე მუშაობდი საღამოს 7-მდე, ის მუშაობდა კიდე რა ვღამი. მეთქი თავს ხისთვის რომ მუშაობ, მეთქი ჩემთვის ვიმუშაო ნეტა მაგდე ნეტა ვოცნებობდი და ეხა იმას ვუშაობ ვიდრე აქამდე ვუშაობდი. კი, მაგრამ შენს თავზე და სიამოვნებას იღებ ამ პროცესისგან ხო ეგრეა თუ უკვე ცოტა გადაქანცვის პროცესში ხარ და ცოტა როგორ ოვერდოზი გაქვს თავისუფლად. არა, სიამოვნებას მანიჭებს რა ძალიან ეს ყველაფერი. კრამაი ძალიან სუმუშაო, რეალურად ის მინდოდა რა. ქონდა საქმე რომ ის სუმაგაზე მუშაობ, მაგრამ იმდენად ბევრს მუშაობ, რომ არაფრისთვის დრო არ მშება რა, არაფრის. იცი რა მეინტერესებს ამ მუდმივი მუშაობის პროცესში ოღონდ შენ თავზე თან რა თქმა უნდა გიყვარს რასაც აკეთებ. შენ თავზე ვერ ვახერხებ მუშაობას, საიდან. იმდენად, მაგრამ ეხლა რაღაცები შეიძლება. ეგ მოგწონს ახლა, ან work life balance-ისთვის გადაწყობას აპირებ რაღაცეების, იმიტომ რომ უკვე იყო რაღაცა პერიოდი, ყველგან ეგრე არის ხო, ადამიანი აქტიური, ადამიანი სტარტაპი, ნებისმიერი არხი, YouTube არხი ხო, ჯერ არის აქტიური განვითარების დასაწყისში, მე აქტიური მე მომწიფების ფაზა, შენ მომწიფების ფაზაში ხარ უკვე, მომწიფებული არის შენი პროდუქტი და უკვე იმკი იმ რაღაცეებს, რაც დათესე და რაც იშრომე ხო, ეგრეა, უკვე შეგიძლია ცოტა დაისვენო. YouTube-ზე რომ შემოვედი, ჩემი ქართულ YouTube-ზე რომ შემოვედი, ჩემი პირველი მიზანი სწორედაც ეგ იყო, რომ გათვლა იყო რა, რა უნდა გავაკეთო ისეთი, რაც ესე ვთქვათ, ყველაზე მეტად viral პროდუქტს მომიტა, რაღაც ყველაზე ისეთი, რაც ყველაზე მეტ გამომწერს მომიტას, რაც ცნობადობას, რომ ის ცნობადობაც მინდოდა იმისთვის, რომ უფრო რაღაც value კონდეს რა შესიტყვას რა, როცა არავინ არ გიცნობს, უფრო ისეთია რა, რთულია რაღაცა, ესე ვთქვათ, დააფიქსირო რაღაცეებში შენი აზრი და მოგისმინოს ვინმე, ამ attention-ი მიიქციო და ყურადღება რომ აი ესე და ჩემი მიზანი სწორედ ეგ იყო რა, თავიდან რომ დავიწყე, რაც შეიძლება სწრაფად განვითარებულიყავი და მახსოვს 24-ში ვთქვი, რომ 25 იქნება თქო წელი სიგიჟეების რა, აი 25-ში ყველა აი ერთ-ერთი ალბათ ვფიქრობდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი გიჟური წელი მექნება რა, რისკიანობის თვალსაზრისით, მუშაობის ის ბევრი რაღაცის თვალსაზრისით. და მე ვიცოდი, 22-24-ში უკვე ვიცოდი, რომ 26 იქნებოდა ცოტა განსხვავებული რა, ეს იმიტომ რომ უკვე რაღაცაზე ჯამპი გააკეთე, მალე მორავი წელიწად და 7 თვეში მომატა 230,000 სწრაფად მზარდი იუთუბერი ხარ, მგონი და ზოგადად სოციალს და ალბათ კაკო მეორე ხო? ხო, აი, ბედა კაკო თითქმის ცოტა კაკომ ჩემონდა დაიწყო, მაგრამ ხო, კაკოს იქამდე ცნობადობის შლეიფი მოყვებოდა, შენ პირდაპირ ისე დაიწყე, გიგი გამოჩნდა და გამოჩნდა. კაკო Hungry Man-ის ბექი ქონდა, თუმცა რაღაც პაუზა ქონდა, მაგრამ მე საერთოდ სხვა ხო? ხო, მაგრამ მაინც რო იწყებ ახალ იმას, ვაფშე სხვა არის რა, შეიძლება ცნობადობა იყო, მაგრამ მოკლედ აი ძალიან სწრაფად მოხდა უცებ ეს განვითარება. კაკოს მე რო 20-ს გამწერი ყავდა, მაგ დროს შევხვდი კაკოს რა, მაგ დროს კაკო იყო რაღაც რამოდენიმე თვე ქონდა დაწყებული და ჩემი აი ყველა გათვლა იყო ყველაფერი რა, როგორ ანერეთ მომხდარიყო და 26-ში უკვე ვიცოდი, რომ უფრო ჩემ თავს მიუძღვნიდი რა, ჩემ თავს მიუძღვნიდი, ოღონდ დადებით კონტექსტში იმ შემთხვევაში, რომ უფრო აი ხარ რა attention-იც მაგ და რა შეიძლება მე რაც გავიარე ცხოვრებაში და რამაც შემცვალ და რამაც განმავითარა ის აუდიტორიასთან მივიტანო. რომ მე ფიქრობ, რომ ბევრი რაღაცა ისეთი, რასაც
რაც მაგალითად უცხოელებს ჩვენ არ უსმენთ ხშირად რა, ბევრი ადამიანი არ უსმენს უცხოელს, რაღაც აი ქართველი რჩევნია, მაგრამ საქართველოს ბლოგი ურჩევნია, რომ აი სამოგზაურო ქართველები თორემ უცხოური ბევრია რა და ეს წელი უფრო იქნება რაღაც აი ჯანსაღი ცხოვრება და მაგაზე უნერინტერებული, რაც მე რეალურად მანამ დავიწყებდი მოგზაურობას, ყველაფერი გამოცდილი მაქვს, ფასტინგი რო აი 72 საათი არ ვჭამდი ხოლმე სამსახურში, აი ესე მიყურებდი, რომ აი თან ეს გემოვნები 3 წლის წინ თუ რა, აი 4 წლის წინ აი ძალიან ისეთი იყო. ყინულის აბაზანები. შენ ძალიან სხვა ასე ვთქვათ გადაცემებში თუ ეპიზოდებში სვენია ეგ და პოლ ბრეგი ხო არ იყო შენი ინსპირაცია მაგ ფასტინგის და ამ შემდეგ. სხვადასხვა კონტენტ კრეატორები იყვნენ, კონტენტ კრეატორები და ეს ვთქვათ სპიკერები რა. მაგრამ ხო ანუ ერთ-ერთი იყო სხვადასხვა ესეთი ვიღაც რა მე გავიცა Lost Leblani არის რა ესეთი მოგზაური და მაგის ვიდეო შემხვდა რაღაც რომ I quit my 9 to 5 და მეთქი ან მე ეგ ხო შემხვდა და მე YouTube-ზე ჩავწერე რა I quit my 9 to 5 რაღაც ვიდეოები რომ ენახა და ვიღაც როჟა იყო რა და ზუსტად ნახულობ რომ 3 თვის ადრე 3 თვის წინ აქ დაწყებული და იმას ამობს რასაც მე ფიქრობდი ხო ეგ ხო არ თქო და ეგ მეთქი ანუ მანთან უკვე საკაიფოდ იყო განვითარებული რა. ხო და ეგ ძალიან ისეთია. რთულის საკითხი. შენ შეეხე სტრატეგიულ ნაწილს და მაგაზე უეჭველი უნდა გკითხო, იმიტომ რომ ეგ ჩემს ყველაზე საინტერესოა ხოლმე ყოველთვის. თუნდაც როდესაც მოდიოდი იმ შენი სამსახურიდან, სადაც უკვე დაგაწინაურეს და კარიერული კიბეები გელოდებოდა, შენ თქვი, რომ წამოვედი სამსახურიდან, ზოგადად წამოსვლა მნიშვნელოვანია, მაგრამ სტრატეგიულად უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი. მაინტერესებს შენი სტრატეგია რა იყო? კონტენტ სტრატეგია ჩამოწერე, ესე ადექ და გიგი როგორც პერსონალური ბრენდი გაწერე, თუ აი როგორ? კონტენტ სტრატეგია არ ჩამოწერია. ჩამოწერილი რაც კონტენტ სტრატეგია არ ჩამოწერე, იმიტომ რომ ანუ ნახე როგორ ვიყავი გადავიღებ რაღაც ყოველ თვეში 4 ვიდეოს დავდებ სხვადასხვა რაღაცებზე, რომელიც უფრო გამისტორდება, მივხვდები და მე ვფიქრობდი თუ ეს მაგრა გამისტორდება და აქედან ანუ როგორ ვიყავი, იცი, აი თუ გამისტორდება და თუ აქედან ვინმე ფულს მომცემდა და გავაგრძელებდი. მაშინ გავაგრძელებდი რა და მე რაღაც პერიოდში აი დემოტივაცია რომ მქონდა რაღაც ისე რომ აი მეთქი არ გავაგრძელო. მანდ მივხვდი რომ მე ვფიქრობდი, აი ხა ფული რომ მომცე კაზე რატო არ გავაგრძელებდი ასწავლოს რა ხო ასახა. ფული გამომცე და ცნობილი რომ ვიყოლიოს რა. ანუ ეს ორი რაღაცა ერთად რატომაც არა. ანუ და მე თან მომდი რა აი ხო ასახა ბექცოც გეუნება რომ არა კაი ამის სხვა მიხედე უფრო მარტია ეს ძალიან ისეთია. რაღაც ილუზია. აი თუ არ სწავლეო და Alex Hormozzi შენს ყავს ხო გამოწერილი და მე ძალიან ხშირად ვათვალიერებ ხოლმე ციტატებს და მეხმიანება მეც და ერთ-ერთი ეგ იყო რომ წარმატებულ ადამიანს რაც გამოარჩევს წარუმატებლისგან არის ის რომ ყოველ დღე რუტინულად ერთი და იგივე საქმის კეთება და мотивация მიდის და მოდის, მაგრამ ის რომ შენ კონსისტენტურად ერთ და იგივე უნდა აკეთო, აი წეღან შერაც ახსენე ეგ. მეც მქონდა ზუსტად ახლა დემოტივაციის პერიოდი ძალიან და აი რაღაც აი წკიპზე ვიყავი რომ მეთქი აი ხო არ გავჩერდე, მაგრამ მე გამახსენდა რატოც ვიწყებდი და ზრო დავიწყე და ისიც გამახსენდა რომ მინიმუმ 21 პოდკასტი უნდა ჩაწერო იმისთვის რომ პოდკასტერების სია შეხვიდე, იმიტომ რომ 21 ეპიზოდამდე ვერ მიდია და მეთქი არა შანსი არ არის და მე რაღაც შენს დამთანხმდი და მეთქი ნიშანია. შო, ხმე რამდენია? აუ არ მახსოვს გონი მე 15 თუ არ ვცდები. აუ, შო, 6 და всё. მე გავდი. YouTube-ზე ვიდეოები თამნეილი მე გავდივარი. არა, მაგაზე მე ვიფიქრო რა, ანუ ფულს ვიშოვიდი აქედან და თუ ეს იქნებოდა შენი мотивация და გააგრძელებდი მაგიტო, მაშინ ანუ you failed. ანუ ეგ უნდა დავუსვა მაშინ შენ თავს რა შეკითხვა და ცნობადობა რატო გინდოდა? აი რა იყო საბოლოო მიზანი? აბა აფსახიობა მინდოდა და მაგიტო რა საფსახიობა მინდოდა და სახიობა რატო მინდოდა? ცნობადობა რომ მინდოდა, ცნობადობა არ ვიცი რატო მინდოდა. რაღაც პონჩი ვისწორდებოდა აი ხო, იმიტომ რომ აი არ გიფიქრე, იმიტომ რომ ადამიანებზე გავლენა მოგეხდინა, იმიტომ რომ კეთილგანწყობა მოგეპო, იმიტომ რომ ყველას ყვარებოდი. არა, მე მინდოდა motivational speaker-ი ყოფილიყავი, ცოტა აი ეს იყო გეტყვი. სახიობა მინდოდა უფრო
პატარაობაში რა, ანუ ახალგაზრდა იქ ჩარჩენილი მქონდა და რაც უფრო გავხდი რაღაც აი ეს დავიწყე პოდკასტი, აი ეგ მომწონდა რა, ანუ ხალხს რომ მე მაძლევდნენ мотиваციას რა, მაგრამ მე შენზია გაიმოქმედებ თუ არა რა და მე ვფიქრობდი ხან ვყურებდი ხოლმე რომ ეს საქართველოში მიყვავს ეგეთი თქო, ანუ ეგეთი როჟა რომელიც თან ანუ გიყვარს და თან ანუ ცოტა არის ვიღაცები მართლა საქართველოშიც უბრალოდ ეხა უფრო ჩდებიან სხვადასხვა რაღაც პოდკასტებში უფრო არის ეგეთი კომანდა რა და ძალიან მომწონს რა ის რომ უბრალოდ მანდაც რაღაც სოციალური მტკიცებულებები თუ არ აქვს ადამიანს მაშინ ინფოც იგანია იმიტომ რომ ძალიან მარტივია რომ ადამიანს უთხრა აი გინდა გამდიდრდე მოდი გამდიდრდი ან გინდა იყო ბედნიერი ყავდა სინამდვილეში იმას უკან რაღაც ბექი უნდა კონდეს იმ საქმეში რაზეც შენ გელაპარაკებას წინააღმდეგ შემთხვევაში მარტო არა იმიტომ შენ თუ არ იცი როგორ შევფული მე რატომ ასწავლე ხო ხა და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია მე მგონი შენ კოუჩინგისკენ მიიწევ ნელ-ნელა ხო კოუჩინგი ესე არა მგონია უფრო მგონია რომ არა კოუჩინგი არა რა როგორ motivational არ ვიცი ეს ცალკეულად თუ რამე არის მაგრამ იცი კოუჩინგობაც მიცდია სამეგობროში რა კი სხვა ადამიანი წავმიყვანია სამსახურიდან და სხვა რაღაც დაჟან მქონია ეგეთ შემთხვევა ვიღაცებისთვის მითქვია ეს პირდაპირ მითქვია ჩემი ახლო მეგობრებისთვის აი რავი თუ წამახვალ პირველი სამსახური აქ იქნება ანუ რაღაც ახლა მაგ ხელფას ვერ შეგვირდები რაც აქ მაგრამ შეიძლება დაიწყო მაგრამ აშკარად ვიღაცებს ჯერ კიდევ არ დაუწყე უბრალოდ მაინც ძალიან რთულია კი და თან ბაზარიც ნელ-ნელა ჯერდება რა კონკურენცია იგივე YouTube-ზე ძალიან დიდი არის უკვე არ არის აი მაგაზე ცოტა მეტი მითხარი რა გონია რომ არ არის ძალიან დიდი ძალიან ცოტა კონტენტია მაინც რეალურად რა რომ დაფიქრდე აი იმდენი კონტენტი არსებობს კიდე და იმდენ აი ხა მე იქ წლის კონტენტს რო ვფიქრობ აი ვაფშე არ არის ამოგზაურო რა ანუ სხვანაირია რა ეს ვიდეო როდის იდება მალევე კაი ჯერ ხო და უბრალოდ ბევრი რაღაც ისეთი შეიძლება და საქართველოს ნახერათ მაგრამ იმდენად ცოტა იუთუბერია ესე რა შეიძლება ვიღაცის გემოვნებას აკვალობინებდეს რა აი რაღაც მოგწონს მაგალითად პირობითად 10 იუთუბერი ანუ 10 იუთუბერიდან ყოველ კვირა ძალიან იშვიათად ორ კვირაში ერთხელდებენ ანუ შე რო ერთხელ ანუ არ გაქვს რა ანუ შეიძლება აღარ აქვს შეხვიდე YouTube-ს და აღარ არის კონტენტი რა რაც გევასება რა და всё ანუ ყოფილა არის ადგილი რა ბევრი ადგილია კიდე აი კონკურენციას თუ ამობთ აი არის კონკურენცია ამერიკაში მაგრამ მანდაც შანსებია რა მანდაც ეხა ედა გავამბობთ რომ არაფერი არ გვიშლის ხელს რომ ჩვენ გლობალზეც ვიყოთ რა იმიტომ რომ მართლა რომ ვადარებთ ჩვენ რაღაც ქიმიალურად არ მინდა მაგრამ რაღაც ვიდეოს რომ ვადარებთ უცხოეთს ან ინსპირაციას რომ ვინავღოთ ეგეც მაგასაც ვერ ვიღებთ რა აი რიოს კარნავალზე რომ ვიყავით ორივე მე და ეკაკო დავამთქვიეთ და გვინდოდა რომ რაღაც ინსპირაცია აგვიღოს საიდანღაც რომ აი რაღაცა რა რომ აი ცოტა განსხვავებული რაღაც არაფერი არ იყო აი ნორმალური ვიდეო ამხელა სოფლიოში წარმოიდგინე და უბრალოდ ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება გადაიღო მოიფიქრო გააკეთო და როდესაც დამწყები ხარ მით უმეტეს ბევრად მეტი პროსა ბევრად მეტი ეფორტი უნდა ჩაერთო რა ბევრად რისკიანი უნდა იყო და ბევრად უფრო როგორ უნდა იფიქრო იცი ალბათ რომ ცოტა ისეთი თემები აიღო რაღაცა რაც დიდ აუდიტორიას შეიძლება დაინტერესოს. რომ უფრო გაიზარდო და რაც შეიძლება მალე გაიზარდო რა. მაგრამ აი მანდაც ცოტა გამყოფისღვარი ხო არ არის რომ ძალიან პაპსა ან კრინჯი არ გახდა და აი რაღაც დოზირება გქონდეს რა აი ქართული კონტენტი რატო არ დავიწყე იცი? რატო არ დავიწყე იცი? ქართული კონტენტი ბიჭო იმიტომ რომ გონა კრინჯი ვიქნებოდი ქართულად რა ინგლისურად რაღაც ცოტა cool იყო რა და ამდენი უცხო სიტყვისთვის გაგვდის მაგრამ sorry არა მე კრინჯი ხო და ამიტომაც ეგ თემა ანუ შე როგორი როჟაც ხარ ანუ კრინჯი თუ არ ხარ კრინჯი არ იქნები კრინჯი არსად რა აი ეგ თემა თუ დაკვირვები ხარ აი ვიღაც აი შეიძლება რავი რისი რეკლამა გააკეთო აი ძალიან კაი მაგალითია კაკოს მაგალითი ერთხელ გააკეთა რეკლამა გინეკოლოგი თუ რაღაც ეგეთი ის იყო აუ განაყოფიერება ხელოვნურობა ანუ ნახე ეგ ვიღაცამ შეიძლება ვერ გააკეთოს და კრინჯი გამოვიდეს რა
აქეთ მეორე მხარეს ანუ შეგიძლია ეს აიღო გადაობა რაღაცა აქციო და უცებ ეს ამ როჟამ აი აქედან მაინც გამოიყვანა რაღაცა რა და ამიტომაც ეგ როგორ შეფუთავა მთავარი რა და ჩემი აზრით აი რა ვიყავდით იმ დღეს აი ვიღაცა პრეზერვატივი და რეკლამა რა გამიკეთეს და ვიქცე ეს აი ისე შეიძლება გადაობა გააკეთო ანუ უბრალოდ რა ის შეიძლება მაგრამ რეპუტაციას უკვე რომ შეიქმნი ის აყოლებელიც არ გიყურებს აუ ეს ის რეკლამა ანუ პირი იღადავებს შენთან რაღაცა ისე რაღაცა რა კრეატიული თუ აი იმასაც გავა აქედანაც გამოიყვანა როჟა რა და მაგას ეგრეთ ვთვლი რომ აი კრინჯი ხარ თუ ხარ შენ თუ მიკროფ რო ხარ თუ არ ხარ კრინჯი შეიძლება არსად არ იყო კრინჯი შენ თქვი რომ კონკურენცია YouTube-ზე დიდი არ არის მაგრამ ახსენეთ რომ არსებობენ რაღაც გამორჩეული კრეატორები რომლებიც პირველივე ეგრევე გაგახსენდება თავში მოგივადა როდესაც ადამიანი დამწყები ფიქრობს იმაზე შევიდეს თუ არა YouTube-ზე საერთოდ ალბათ ნებისმიერ სფეროში ხო ეგრევე ალბათ მოსდის თავში გიგი კაკო ჰიტა არ ვიცი ბუმბერაზი კლასიკოსები ედრება მაგათ და მე ემართება პარალელს და დემოტივაცია რომ იმას რომ ესეთი კონტენტი აქვს და მე ახლა ჩემი რაღაცა iPhone 3-ით ვიწყებ გადაღებას როგორ უნდა გავუწიო კონკურენცია, როგორ უნდა მოვაგროვო ჩემი აუდიტორია და აი მაგათ რას ეტყოდი შენ რომელ და შენი ვიდეო მახსენდება ამ დროს. ხო, პირველად ეტყოდი რომ ჩემ პირველ ვიდეოს ვიყურეთ, თუ გინდათ მეორეს, თუ გინდათ მე-14 ვიდეოს და თუ ფიქრობთ რომ მაგაზე კახებს ან მაგალევას გადაიღებთ, თან საქართველოში ბევრად მარტივია, იმიტომ რომ მე თან დავდიოდი, მაგრამ ნახე ერთი არის ანუ ყველა როდესაც ფიქრობ ან როდესაც იღებს სამოგზაურო კონტენტს შესაძლებლად ანუ სამოგზაუროს იღებ ყველაზე მაღალ ხარჯიანს ყველაზე ესე ვთქვათ რთულს იმიტომ რომ ანუ მან ხშირ შემთხვევაში თუ მარტო მოგზაურობ და რაღაცა ანუ ბევრი რაღაცა შენზე დამოკიდებული და კიდე სად მიდიხარ როგორ მიდიხარ და ამიტომაც სამოგზაუროს გარდა კიდე ბევრი სხვანაირად შეგიძლია დაიწყო რა მაგრამ თუ მოგზაურობა გინდა კაკრას ეგრე შეგიძლია დაიწყო რომ აი ექსტრემალურად წახვიდე რომ აი მე მაქვს 0 რაღაც აი $50 და აქედან რაღაცნაირად უნდა წავიდე იქამდე და всё ანუ მაგაზე აწყო 10 ვიდეო რომ აი რა კარვით ვიდივარ და всё რა ანუ აი ნახოთ ანუ მე ჩამოვედი ხორვატიიდან საქართველოსამდე ავტოსტოპით მაგალითად მე პირადად ეს ინგლისურ კონტენტს რო ვაკეთებდი ანუ და მან ბევრი ვიარე რა რომ აი გქონდა რომ მეთქია всё დავაი განახებთ რა როგორ შეიძლება ესე ძალიან რაღაც ავტოსტოპის სიარული დარჩენები იმაში ამაში გარგზილი ხო და თუ ეგეთია დაუშვათ ფინანსები არ არის ანუ ეგეც მაგარი შეიძლება გამოიყვანო რა აი აქედან რაღაცით ანუ 500 ლარი შეგიძლია რაღაცანაირად იმას ქნა რა სამსახურიდან გადადოს და დავაი სამსახურიდან წამოდი აი ეს მაგავაკეთე და დავუშვათ და გაგიზიარებთ მე როგორ გავაკეთე ან მე მართლა მაგას ვაკეთებდი რა როდესაც ცხოვრობდი ისე ან იმას აზიარი აი რაღაცა აი რაღაც ადგილას ვცხოვრობ სადაც იგმათ ვეხმარები რომ ვიმუშაოთ და საჭმელს მაძლევენ და ვიძინებ всё ერთი უფასოდ მორჩა განახებთ ხა როგორ კი. რადგან ავტოსტოპის თემა შეეხე, მინდა რომ იმაზეც კითხო, რა შეერთი შეხედვით შენ გვაქვს ძალიან უშიშარი კონტენტი. იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს აკეთებ, რაც საშიშია რაღაც მომენტებში, ესე რომ ხშირად რო არ ვიხმაროთ ეს სიტყვა და მათ შორის ავტოსტოპები. მე ძალიან ხშირად ვუყურებ ხოლმე, ზოგადად ადამიანები მაინტერესებს ძალიან როგორ არის ადამიანების ტბინი მოწყობილი და მათ შორის სერიული მკვლელების, კრიმინალების და ამ შემდეგ და ხშირი არის შემთხვევა, როცა მოგზაურებს ესხმიან თავს და ნუ ცუდი რაღაც შემთხვევები ხდება. და შენ კიდევ ავტოსტოპით როცა მოგზაურობ და მსგავს გადაადგილების ფორმებს მიმართავ. ან მინდორში რო გეძინა კარვით, რომელიღაც ქვეყანაში არ მახსოვს და ხშირი გაქვს ესეთი მომენტები. არ იყო კარვით დამრჩა. ხო, საძილე იმაში ტომრით, ხო, და პოლიცია დაგადგმაში ხო, როგორც მახსოვს. და ნოკეთ ესეთ რაღაცებს როდესაც აკეთებ, ამ დროს შენი გონება იმდენად პოზიტიურად არის განწყობილი, რომ ვერ გონებაში არ გიჩვენს ის, რომ შეიძლება რაღაც რისკები გქონდეს თუ კადრს მიღმა აზღვევ ამ რისკებს თუ აცნობიერებ, მაგრამ რაც იქნება ამ მითხარ მაინცეტით. ანუ ნახე როგორ ანუ ჩვენამდე რა ინფორმაციაც მოდის რომ ეს მოხდა, ის მოხდა რაღაც სადღაც ეს ავტოსტოპი. ეგეთი შემთხვევები არის ძალიან იშვიათი. როგორი იშვიათიც არის რომ მანქანა ავტოსაბზღაოს შემთხვევაში მიდიოდი და დაგეჯახა ვიღაც. ანუ ალბათობა შეიძლება გაიზარდოს რა თქმა უნდა ავტოსტოპით რომ მიდიხარ რომ რაღაც შეიძლება ისე ვერ წავიდეს. მაგრამ რო ავიღოთ რომ ყოველდღე შენ აი მიდიხარ მოდიხარ და ქუჩაში გადაადგილები, მანდაც არის ალბათობა, მაგრამ მე ესე ვუყურებ მაინც რომ აი რაღამე უნდა დამემართოს და მე თუ დამემართა მაგის დედაც ვატირე. ვისწორებდი ჩემსას მაინც რა. ანუ მაგ მაინცეტი თუ არა
და მაქვს უნდა თქვა და ბევრჯერ რომ დედა რამე მივიდა ანუ ჩემსაც ვისწორებდი რა და ბოლომდე ვაწოვე რაღაცა იმის გამო არ ყოფილა როგორ ვისწორდი ხა დედისთვის მაგის მოსმენა თუ მიეჯვია იმდენი ყველაფერი გააკეთე რა უკვე იმუნიტეტი აქვს იცი რა ეგ ვნახე სხვაგანაც თქვი და მაგაზე ესეთი კითხვა მაქვს რომ ერთი არის სიკვდილი რაღაც მომენტში მარტივი სიკვდილიც კიდე ცოტა სხვა რაღაცაა მაგრამ ალბათ ფიქრობ იმაზეც რომ პირობდე პარაშუტით რო გადმოხტები და შეიძლება ცუდად ასე თქვათ დაჯდე თუ როგორც არის მიწაზე შეიძლება შეშმოპირი გახდე რაღაცა სხვა გართულებები მიიღო შეიძლება ისე მოხდეს რომ შენი შენ ზოგადად ხო ხდება ესეთ შემთხვევები რომ ადამიანი ხდება უნარო აი მასეთ რაღაცებზე რას ფიქრობ ეს ხო გარდა იმისა რომ შენი პასუხისმგებლობა შენი ოჯახის პასუხისმგებლობაც ხდება რა ვინც უნდა მოგიაროს მოდი ესე ვთქვათ და შენ მთელი ცხოვრება ეგრე უნდა იცხოვრო გააჩნია ხან აი მაგაზე ეს მე გითხრა რომ ვიღაცის პასუხისმგებლობა გახდება რაღაცა ესე არ მიფიქრია რა ანუ ყოველთვის ფიქრობდი აი რაღაც ძალიან ცუდი რომ მოვიდეს და მაგალითად აი ხელი დავკარგო ფეხი დავკარგო რაღაცა რა სულ ფიქრობდი რომ აი მე ოლიმპიადას მივაწოდე არ მართლა გეუბნები რომ აი ფიქრობდი რომ მე პარაოლიმპიადელი გავხდები რა ოლიმპიადას მაინც შეიძლება რაღაც ნუ ეგეთი აზროვნების ტიპი ჩემპიონი მაქვს რომ აი ხო რა ანუ რაღაცა მოხდა ოკეი ანუ მე ყოველთვის ეგრე ვარ რომ what's next solution რა არის ანუ იმიტომ რომ აი რაღაცა რომ ამერიკამ და რაღაცა ეხა ძალიან ბევრი პროექტები რაც არის აი ეს არ გამოდის მე მიხსნი მეთქი რა შეგვიძლია გავაკეთოთ ან სხვა რა არის იმიტომ რომ ხო რა შეიძლება ისეთი არ იყოს როგორც გინდა მაგრამ okay what's next worse რაღაც ამიტომაც მაქს პერეშა YouTube-იც კაკრასეგის თემაა რომ დაიწყებს ნელა ხვდები შენ თავსაც იცნობ და რა გისწორდება რა არ გისწორდება და რისკავ რაღაცებს არა მარტო კონტენტის ხრი არამედ ისეთ შეიძლება გარისკო რომ სამსახური შეიძლება რაღაც დრო უფრო ამას მიახარჯო და ვაი რატო ახარჯავ აქ ხო კი მესმის ისე ევთანაზიაზე თუ ანუ პირადად შენ აი როგორად რა აზრის ხარ რადგან სიკვდილზე ვსაუბრობთ თუ გიფიქრია მაგ საკითხზე და რას ფიქრობ რამდენად ეთიკურია და ასე შემდეგ რას ევთანაზია ანუ როდესაც ადამიანი სხვას აძლევს უფლებას მოდი ასე ვთქვათ ექიმს სამედიცინო ჩარევით რომ ხელოვნურად მოაკვდინოს ესე რომ ვთქვათ ხო მაგაზე რას ფიქრობ რავი ხო ანუ კინოებში მინახავს ეგეთი ისა ანუ კონდეს უფლება ადამიანს რავი თუ suffering-ით იმაშება იტანჯება რატომაც არა ოკეი იცი რა არის ასევე მინდა კითხო იმაზე რომ შენ გაქვს ძალიან მუდმივად ანუ არასოდეს არ მინახია არც ერთ ვიდეოში არც ერთ ინტერვიუში არცად რომ რაღაც ცედიანი იყო რაღაცა ყოველთვის ხარ პოზიტიური და ყოველად არ მithქვამს და სადაც მიდის პოზიტივი შეაქვს უზომოდ ამბის თქო რა მაგრამ რეალურად ანუ ხო არსებობს რაღაც ცხოვრებისეული გამოწვევები გავიგე რომ ესეთი მაინდსეტით უყურებ რომ okay what's next გეგონება თამაშობ და რაღაც ახტები მარიოში როგორც არის რაღაც წინაღობებს რა ცხოვრებისეულად მაგრამ ცხოვრება მაგრამ აი სულ ბედნიერი ხო ვერ იქნები და მაინტერესებს კადრს მიღმა გიგირანაირია რეალურად და რა არის ისეთი რაც შენზე შეიძლება არ ვიცოდეთ რავი ანუ ცხოვრებას მართლა ხო სულ ეგრე უყურებ რომ ანუ მარტივია რა ცხოვრება ეგრე უყურებ ყველაფერი მარტივად ხდება თუ მოინდომე თუ გააკეთე თუ გადადინაბიჯი ამიტომაც რეალურად ცხოვრებაშიც ეს რაც ავარ როგორც ავარ ეგრე კამერაში კაც მიღა ზუსტად იგივე ვარ უბრალოდ კადრს მიღმა შეიძლება ბევრად დაღლილი ვიყო ანუ ეგ ამაკ რა იმიტომ რომ ძალიან ხშირად ისე ხდება რომ აი დაღლილი ვარ აი იმიტომ კი არა უბრალოდ აი რაღაც ამ მუშაობი და რაღაცით შეიძლება მაგარი დაღლილი ვიყო და აი ემოციურად უბრალოდ აი ძალიან შვიდად წყარად ისე ჩემთვის იყო არის დღეები როცა არ ხარ მთლად ხასიათზე მაგრამ პოზიტიური გიგის თამაში გიწევს და შენ ამას აკეთებ ხო იმიტომ რომ ნახე როგორია მაგიტო ვამბობ რა როდესაც ხარ მოგზაური და კონტენტ კრეატორი მანდ არის ეგეთი სიტუაციები და კიდევ ანუ მე და კაკო ერთი სამჯერ შევხვდით ეგრე რა აი მოგზაურობისას რა თან აზიაში შევხვდით მე ბრაზილიაში შევხვდით მე კიდე სადღაც შევხვდით ბალიზე შევხვდით მე მგონი და ისეთი ამბავი იყო რომ ანუ იმდენად
ბევრი რაღაც ხდებოდა და ბევრი ქვეყანა ხდება, ბევრი ემოცია ხდება. ანუ ახლა თან აედიტებ, ანუ მარტო ის ხო არ არის. ანუ ედიტინგის პროცესში ხარ აქ მთელი ჩართულობით და მეორე დღეს აი უნდა გადაიღო მაგალითად ვიდეო და დაგეგმილი გაქვს რომ უნდა გავიდე რა, მაგრამ არ ხარ ხასიათზე, ანუ იღვიძებ და ანუ დაღლილი ხარ რა, რაღაც ისევ ედიტინგზე ფიქრობ რა, ანუ ვერ მოიშორე ის და ანუ ამას ვერ იწყებ, იმიტომ რომ აი აქ ხარ ისევ რაღაც გაჩერებული და ხანდახან ყოფილა ეგეთი შემთხვევები, რომ აი რაღაცაზე ვისავა რა, აი რომ მოგზაურობ და ისე რომ ვერაფერი ვერ მიდის როგორც ის, მაგრამ ანუ არა, всё, მორჩა. აი წავიდე, ხო, ანუ უცებ შეიძლება გადავრთო ჩემი მაინდსეტი რა და აი ხაჩთან ერთადაც რომ მიმოგზაურია, ხანდახან მეუბნები ხოლმე რომ აი ჭირდება ან ხვალ გადაღება რა, დღეს არაფერს კეთება არ მინდა, ანუ გალეთ არც მინდა გამოსვლა. იმიტომ რომ მინდა რომ რაღაც ენერგიები შევინახო, რომ ხვალ იმ მინახოთზე ვიყო რა. თავიდანაც ვერ ხვდებოდა მაგას, მაგრამ ეხლა კონელა ხვდება, რომ აი ხო ეს ენერგია რომ რამდენს ნიშნავს რა, იმიტომ რომ იქ თუ შენ მართლა ისე გულწრფელად აღარ მინდა ჩანს ვიდეოში რა, ამიტომაც ეგ ხდება ხოლმე ხანდახან ეგეთი. იცი რა მაინტერესებს რაღაც მომენტში შენი პერსონალური ბრენდის და იმიჯის ტყვე ხომ არ ხდები რა, აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე რა. მაგალითად ხან კადრის მიღმას ხუმრობდით, რომ ხან მიწაში წევხარ, ხან სადაც ღრუბლებში დაფრინავ, ხან რაღაც და იმდენად ისეთი დიდი თამაზა გაქვს დაწესებული შენი თავისთვისაც და აუდიტორიისთვისაც, რომ ხომ არ გაქვს იმის განცდა, რომ მე ხარ რაღაც სიგიჟე მორიგი და ექსტრაორდინალური არ გავაკეთო, აი რაღაც სიცარიელის განცდა გაქვს ან აუდიტორიის ლოიალობას დაკარგავ, აი რაღაც განცდა მქონდა სხვადასხვა და მაგის გამო, ანუ ერთი თვე ვიყავი ბალიზე, საიდანაც გადაწყვიტე რომ მოდი იქიდან ვიმუშაო და ანუ ვიყავი ცხოვრობდი, მუშაობდი, ანუ ჩემი მთელი დღე ეგრე გამიყურებდა, მდგებოდი, მუშაობდი, მივდიოდი და მან თავფიქრობდი რა, ანუ რომ ოკეი, რაღაც ცოტა მოგზაურობა მომწონს, მაგრამ რაღაც უნდა შევცვალო. აი ეგრე იყო რა, რაღაც უნდა შევცვალო, იმიტომ რომ სოლო მოგზაურობა ჯერ ის რომ ეგრე ძალიან აღარ მაბედნიერებდა, იმიტომ რომ ჩემთვის excitement-ს არ იწვევდა იქ ფაქტი, რომ აი ახალ ქვეყანაში მივდივარ. ეგ არ იწვევს თქო, ანუ მე დავფიქრე მეგობართან ერთად რომ მოგზაურდი, უფრო რაღაცა ის საერთო მემორი უფრო მომწონდა. ანუ რაღაცები დავფიქრდი რა მომწონდა, რა არ მომწონდა რა. მაგრამ მარტო მანამდეც ფიქრობდი ეს რაღაც ქონდა ყოველთვის, აი რა მომწონს ცხოვრებაში, რა არ მომწონს. და რადგან ეს ცოტა ისე აღარ იყო, რაღაცა შესასრულელი მქონდა რა. დავფიქრდი რა გამისწორდა. რო ვიდეოს ვიღებდი, რა იყო ჩემთვის აი რომ ანუ personal level-ზე და videos level-ზე მე მომეწონა. და სხვადასხვა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რაც იყო, რაც გავაკეთე და რაც მაგრამ მომეწონა პირველი იყო, რომ აი 10 დღე რო ვიფასტინგ. ანუ რო არ ვჭამე 10 დღე, ეგ ჩემთვის ძალიან personal level-ზე ძალიან კმაყოფილი ვიყავი რა. ამბით, იმიტომ რომ ვერ მზადებოდი 1-2 თვე. მანამდე ფსიქოლოგიურად მე რომ მორჩა კიდე რაღაც ერთი თვე გაყვა რაღაცა თან ანუ ჩემი ორგანიზმისთვის მე ვფიქრობ რომ მაგრამ კარი გავაკეთე გავიწმინე ეს მეორე იყო რომ ეს 5 დღე რომ მაგალითად თვალებზე ავიხი ანუ მან მინდოდა დეტოქსი გამეკეთებინა ტელეფონიდან რა და მეთქი ვაფშე დეტოქსი რაღა ტელეფონიდან ბარემ ეგრევე გავიკეთებ ამას და ანუ ვაფშე დეტოქსი იქნება თქო რა და ესეთ პატარა ანუ მაგები მივხვდი რომ რაღაცა ეს ისეთი ჩელენჯები მომწონდა რაც იყო რეალურად ჩემთვისაც კარგი და 20-26 სწორედაც ხვალ იდება ეს ხვალ არა მაგრამ ამ კვირაში არა ამ კვირაში არ ვიცი ნუ მაქსიმუმ შემდეგ კვირაში ხო და ანუ 20-26 გადავწყვიტე მიუძღვნა Ironman-ის მარათონს რა რომელიც არის ყველაზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული და რატო გადავწყვიტე იცი ანუ მინდოდა რასაც ვფიქრობდი ყველაზე მეტად რომ ანუ რომ მოგზაურობ არ მაგ დროს საკუთარი თავის რომ ვივარჯიშო იმდენად როგორც ვარჯიშობდი ანუ ყოველთვის სპორტული ადამიანი ვიყავი და ეხლა რუტინიდან ამოვარდი და ის რუტინა მომენატრა რა და ის რო აი ეს social pressure-ი გაქვს რომ კი მაგრამ გიგი ხომ მოგზაურობს ანუ გიგი ხომ მოგზაურია და რაღაც ანუ მე მოგზაური ვარ, მაგრამ მე ანუ ასევე სხვა ისაც ამაკ რა, განხრა ნიშა რაც ეგეც მიყვარს რა და მაგას ნეიმელა ვაპარებდი და სხვადასხვა ანუ საინტერესო იყო აუდიტორიის გამოხმაურება და მან მივხვდი რომ აი ესეთი რაღაცა ის თუ დავანახე მე როგორც კარგად პერსონალიტის ჩემი ისიც ეს სხვადასხვა რაღაცები თუ ეს კარგად შეიფუტა ისიც აგარი საინტერესო გამოვა და ის ვაფშე სხვა აუდიტორია შეიძლება იყოს ანუ ყველაფერი ყველასთვის არ იქნება რა რაღაცა, მაგრამ მგონია რომ
ვიღაცა რომ შემოდის YouTube-ზე შემოდის რაღაცა რომ უკვე შენ უსწორდები რა ანუ რა ხან წელიწადი ხარ წელიწადი უკვე შენ გირჩევს რა და მან თუ შენ საინტერესოს ამ შესავაზებ რაც აქამდე არსმენია და გაუსწორდება ანუ რატომაც არა და ამიტომაც აქედან გამომდინარე ეს 6 თვე უნდა ვივარჯიშო და ხალხი წლები ვარჯიშობს ამაზე პარალელურად სხვადასხვა ჩელენჯები უნდა იყოს ყოველ თვე რაც საქართველოში იქნება და A+ ამას დამატებული რაღაც გასვლებიც მექნება რა მაგრამ ძირითადი ხაზი შევცვალე იმიტომ რომ მე ეს მიყვარს მე ეს მომწონს და ფიქრობ რომ ანუ აუდიტორიას ეს ძალიან გაუსწორდება მე ძალიან მეხმიანება ის რაღაცები რასაც შენ ამბობ და თან მინდა რომ რაცა გავამახვილოთ ყურადღება იცი შენი პოზიციონირებიდან გამომდინარე და იგივე შენი მუდმივად პოზიტიური ავატარიდან გამომდინარე რაც პრინციპში შენი მართლა შენი პერსონის ნაწილია ხო არ იგონებ ამას ავთენტურია შენთვის აქედან გამომდინარე შეიძლება ადამიანებმა იფიქრონ რომ ერთი შეხედვით ხარ ინფანტილური მაგრამ დაკვირვებული თვალით შეამჩნევს რომ ესეც არ არის ანუ მე მაგალითად მგონია რომ პირიქით ძალიან მიხვედრილი ხარ თვითრეფლექსიის ძალიან ისეთი და თვითშეცნობის ძალიან ისეთი მაღალი დონის უნარები გაქვს თან ეხლა რასაც ყვები ეგ ყველაფერიც მაგაზე მეტყველებს პლუს ამას კარგი საკომუნიკაციო უნარები რაც ჩემი აზრით ძალიან დიდი პლუსია მე შენი აზრითაც მაინტერესებს შენ ყველაზე მეტად რა გამოგარჩევს სხვა იუთუბერებისგან და ზოგადად რატო ხარ ესეთი გამორჩეული ანუ ქართულ მედია სივრცეში შენი გადმოსახედიდან და ნუ მოკლედ ბევრი ისეთი თვისება გაქვს სისხარტე თუნდაც ის რომ უშიშარი ხარ და ნოლიდან დაწყების არ გეშინია და ასე შემდეგ ხო და აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე გული ხო არ გწყდება რომ ადამიანებმა შეიძლება ესე აღიქვან და შენ როგორ გინდა რომ ადამიანები გხედავენ როგორია ნამდვილი გიგი რა აწუხებს რა мотиваცია აქვს რა დრაივერები გაქვს ცხოვრებაში ამ მომენტში ანუ კომუნიკაციაში მაინც მაქვს სულ რა ყოველთვის რაღაცა პატარა ჩელენჯები რო აი რაღაც 30 დღეში შაგარს არ ჯან რაღაც აი ჯანსაღი ცხოვრების რაღაც აი ეგ ყოველთვის ქონდა ჩემ კონტენტში რომ აი რაღაც ერთხელ გავაკეთე 1-2 თვიანი რაღაც დარბოდი ჩემ გამოწერებთან ერთად ვისაც ეცალა რაღაც ესე და ანუ ესეთი რაღაცები სულ იყო რა ანუ ეს რაღაცა სიახლე ესეთი შეიძლება არ იყოს რა ნუ რა თქმა უნდა ცოტა უფრო სხვა რაღაცაა მაგრამ ერთი მე რაც დავაკვირდი საკმაოდ საინტერესო რაც არის რა ანუ კამერები აი იუთუბერებზე განსაკუთრებით უფრო იგრძნობა ხოლმე რა რომ აი იუთუბერები სხვადასხვა კამერის მიღმა ბევრად ანუ ბევრად ინტელექტუალები არიან, იმიტომ რომ რაღაც აი ბევრად ყველა გათვითცნობიერებულია თავის თავში ბევრ რამეში რა. რაც კამერაში ხშირად არ იგრძნობა. რასაც ვერ ხსნი რა, ანუ რანაირად როდის რატომ არა აი რაღაც რო გამოელაპარაკები რაღაც personal level-ზე, აი ხვდები რომ ეს როჟა ის როჟა კი არა, ეს ბევრად ჭკვიანია და ბევრად მოხოდილია და ის რაღაც ანუ თავისი გეგმა აქვს, ანუ ზოგს აქ ეგ რომ აი როგორ შეფუთო ჩემი თავი. ანუ ეგეც ხო ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ფუთავ შენ თავს და რაღაცა ნუ შეფუთოს თავი არ ნიშნავს, რომ მოიტყუო რაღაცა ან რაღაც. პროსტო მარკეტინგულად შენ თავი როგორ გამოიყვანო და როგორ გაყიდო, ხო და ეგ იმდენ ლეველზე შეგიძლია სხვადასხვანაირად გათვითცნობიერო, რომ ანუ ამას ბევრი რაღაცა აქვს ნაფიქრი არა გამოცდილი ცხოვრებაში, რომ აი აქამდე მივიდა, რომ აი ეს გააკეთოს რა. ხო და ეგ შორის ძალიან აი კონტენტ კრეატორები ზოგადად არ ჩანან რა ეგ რა ინსტაგრამებსაც და ტიკტოკერებსაც ვიტყოდი რომ ბევრად სხვა მაინდსეტები აქვთ რა. იცი რა არის ალბათ ეგრე არ განვაზოგადებდი, მაგრამ ინსაიტი მესმის, რასაც გულისხმობ და ის რომ ვინც არის წარმატებული, ანუ ფიქრობ რომ აი ვინც არის წარმატებული თავის სფეროში, არის რაღაც იმიტომ რომ იქ მივიდა კონსისტენტით, იქ მივიდა დაუღალოშრობით, იქ მივიდა იმითი, იქ მივიდა ამითი და ბევრი სხვა რაღაც გაიარა რა. ხოლმე ზოგჯერ აუდიტორიისთვის და გონია ჩაუფეგრას აკეთებს აი ესე. მაგრამ ყველაზე არ ვამბობ. შენი ჩელენჯები რომელსაც შენ თვითშეცნობისთვის აკეთებ, აი მაგიტო ჩაგეკითხე, რომ შეიძლება ვიღაც ის იყოს აქმული, როგორც აი ამას ხო რაღაც მარტო YouTube-ისთვის აკეთებს, ან რაღაც მასხარაობს, ან რაღაც აი ესე. ეგეთ აუდიტორიას ვინც აი ეგეთი თვალით ვინც მიყურებს არ არის შენთვის საინტერესო მაყურებელი რა. ანუ მე უფრო აი ხა ქუჩაში და ხშირად ვინც ხვდება და ვინც ანუ მეტესად ვინც ანუ შემხელები რომ მოდიან, ჩემზე დიდები რომ მოდიან, რაღაცა აი 40 წლის კაცი რომ მოვა და აი რაღაცას მეტყვის, ანუ ხვდები რომ ხოლმე ხარ ნაფიქრი, ანუ ბევრად ანუ აი იმდენად გაფასებს, რომ აი იმიტომ რომ იმას ხვდება რაღაცას და იმიტომ კი არა რომ პროსტო საღოლ ის რო გააკეთე. ანუ ბევრი ყოფილა ეგეთი, რომ აი რაღაცა თემაზე
აუ მე რაღაც აინტერესებს და მე სხვადასხვა შორის აი გმინდა რაღაცას რა ვისაც ეგეთი კრიტიკული თვალი აქვს აუ ეს ეხლა ეგრე მეც ხო ჩავალ რაღაც ხო ან ვიღაცა რამდენი კომენტარი იყო აუ რა გადაუხადეს ამას რომ 3 დღე ჩავიდე კუბოში ანუ მეთქი ვაფშე არავინ არ მიცის ანუ ეგ არისო გათვლა რომ მე ჩავალ ანუ ესე არისო რომ მე ფულს მომცემენ ანუ არა მანდ იყო გათვლა ის რომ რაღაცა მაგარ მუღამი ქონდა რომ მისტერ ბისტი დამემარცხებინა და ეს მარკეტინგულად ვფიქრობდი რომ ძალიან მაგარი ის იქნებოდა რა ანუ ჰაიპი იქნებოდა რაღაცა ისეთი რაც არავის არ გაუკეთებია საქართველოში და არც რავი ესე უცხოეთში და ამიტომაც მოდი რავი ვინ არის მისტერ ბისტი რომ აქედან ვერ ვაჯობო რაღაცით ძალიან სწორი ხედვა და მგონია რომ ეს ძალიან დაამოტივირებს აუდიტორიას შენსაც, ჩემსაც და ზოგადად ვინც რა ვიცი მოიცმეს ამ სიტყვებს და ტყუილად არ წარმედგენი ხარ როგორც ლაღი და ბედნიერი ცხოვრების ამბასადორი და მართლა გულწრფელად მგონია რა პრინციპში შენ ძალიან კარგად იცი რომ ბევრი ადამიანისთვის ჩემი აზრით გარდა იმისა რომ ისაბაძი ხატი ხარ და ესე მგონია მე რომ ბევრისთვის შენ ხარ იცი როგორი ტიპი რაღაც მიუღწეველი იდეალი რომელმაც შეძლო ისეთი რაღაცის გაკეთება რაც თვითონაც უნდოდათ მაგრამ ვერ შეძლეს და შენი კონტენტით რაღაც მომენტში სიცარიელეს ივსებენ რომ ვაუ ეს ბიჭი მაინც ისრულებს თავის ოცნებებს და ცხოვრობს თავისი ყველაზე best ანუ საუკეთესო ცხოვრებით რა ხო და აქედან გამომდინარე ჯერ-ერთი აქ ძალიან დასაფასებელია და მეორე ძალიან ორგანული იქნება რომ აქ იოლოს ნაწილი ჩავერთოთ იმიტომ რომ იოლოც რომელიც აი რო ახსენეთ ჩვენი ყუთი შემთხვევით რომელიც დას მაგიდაზე არის ზუსტად ეგეთი ცხოვრების პოპულარიზატორი რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ აქ ახლა აი საათო იქამდე ხო იყავი გადმომხტარი კი მაგრამ თქვენთან თანამშრომლობა ეგრე დაიწყო პირველად ხო ანუ იოლო წამო თვითონავით გადა წამომეტი გადმოვხდით მეთქი რამე თან მეგონა უარს მეტყოდი იქამდე შენამდე დანელიას მივწერეთ მაგრამ დანელია ხო ვიცი სოლო ის არის რა ქვია ფრინავი თუ რაც ქვია პილოტი მე მეორე ოფშენი ყოფილა რა აქ მაუნკოს აუ შემინო და რაღაცა დანელიასთან ვერ შედგა არა მე მაგის მერე ის არა თქვენ ორი განიხილებოდით ისედაც ანუ ორივე სამპარალელო რეჟიმში მიგწერეთ ან პირველად იმას რაღაც ეგრე იყო და უარი ვტკიცა მაგრამ ხო მე სხვა რაღაც გადაკვეთაც მქონდა დანელიასთან სხვა შეც დანელია ძალიან მაინტერესებს და ეგეც მინდა რომ მე მოვიწვიო თუ მოვიდა ხო და იმას ამბობდი რომ ალბათ ამ პოდკასტზე დანელიას ვთქვა და მე კაი მოკლედ YOLO არის ერთიანი პლატფორმა სადაც შეგიძლიათ ძალიან მარტივად ერთ სივრცეში ნახოთ როგორ გაერთოთ სად გაატაროთ რო ახალი რა ჰობი გაიჩინოთ და შეიძლება გიგისნაირად მთელი სამყარო ვერ ასე ვთქვათ ისეთი ბიუჯეტური საჩუქრები არის და ყველა აბსოლუტურად ჯიბის და ფინანსების მქონე ადამიანისთვის და ინტერესებისთან რომ შეიძლება ესე რა თქმა უნდა ვერ შეედრება მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას მაგრამ ჩემი პირადი ინსაიტია რომ მე როდესაც რამდენიმე საბეჭილებაზე ვიყავი მაგალითად ხატო არის აკრილით ან შესამსაღებავით სახელი დამოვიწყდა რა ქვია ასევე შუმერული ხატვის ეგვიპტური კალიგრაფიის მასტერკლასზე ჩემი ხელით პაპირუსზე დავწერე ძველ ეგვიპტურად ჩემი სახელი ანის ტეიშკა პირველი პოდკასტერი თუ რაღაც ეგეთი და ნუ ბევრი ძალიან საინტერესო ექსპერიენსია number 1 podcast in Georgia და მოკლედ ბევრი საინტერესო 21-ის მერე უკვე შეგიძლია დიახ პოდკასტი და მოკლედ არის ესეთი პლატფორმა რომელიც ჩემი აზრით აუცილებლად უნდა იცოდეთ იმიტომ რომ ჩემი პირადი ინსაიტი იყო ეს რომ ისეთი ემოციებით მოვდივარ ხოლმე ისეთი დარეფრეშებული და გაბედნიერებული რომ ვამბობდი რომ თითქოს ვიმოგზაურეთ ხო რა ახალი ემოციებით ვიყავი სავსე ყველა შეიძლება პარაშუტიდან გიგისნაირად ვერ გადმოხტეთ მაგრამ სხვა უფრო მარტივი ოპციებიც არის ვინც აქ ჩემი აუდიტორიას ვინც უყურებს დაინტერესებს პარაშუტი პარაგლაიდინგი პარაგლაიდინგზე მთელი გუნდი გადმოვხტით შარშან ყველანი კორპორატიული ქონდა ეგეთი და ეგეც ძალიან მაგარი საბეჭილება იყო და მოკლედ აღწერა შეუსაბათ იქნება ლინკი და ერთი თანამშრომელი და მოკლედ ეხა აქედან ვერ ვწვდები მოდი შენ თვითონ აიღე რომ მე რაფერი არ დავანგრიო და შენ კი იცი ჩვენი შთაბეჭდილებები მაგრამ ჩვენ მეგობრულად ხო, ჩვენ მეგობრულად მაინც რაღაცა ვიფიქრეთ, რომ შეიძლება რაღაც აქედან ერთ-ერთი გაგიხარდეს და მე ნახე, რამდენიმე საჩუქრის ვერსია, როცა ადამიანს არ იცი რა უფრო გაუხარდება. და რამოდენია ის არის. ესე მულტისაჩუქრის ფუნქციით ჩუქნი
ანუ რამდენიმე ვერსიას ირჩევ და ადამიანი თვითონ ამოარჩევს მე რომელი უფრო ძალიან მოსწონს და იმ საჩუქარს გააქტიურებს. ანუ აქ არის სერტიფიკატი რეალურად ვაუჩერი და იმედია რომელიმეს გააქტიურებ. ავარჩევ მე არ მაგას გამოგაპარებ. რაღაცა ჩემი თავარჩია მეთქი უეჭველი ალბათ ეს დაინტერესებს ეს და თუ გავარტყი მე რა მითხარი. სამივეს ავარჩევ არ არის. ასე რომ მეგობრებო გაეცანით მულს რომელიც აღწერაში იქნება მოცემული და ვფიქრობ რომ ისი ამონებთ ჯერ ეს ერთი ცხოვრებით სხვადასხვა უამრავ საინტერესო აქტივობას აღმოაჩენთ რომ ღირებული და ეფექტური დრო ეფექტურად გაატაროთ თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად და ბოლო-ბოლო Secret Santa-ს თამაშობთ ახლა ყველა და იდეები არ მოგაკლდებათ თან კარგ ბიუჯეტურ ფასებად რაღაც ცოტა ისე ჟღერდა მაგრამ მაინც გეგონება რაღაცა დღეს და მიიგებს მეორე ზუბასოთ ახალ წელს ხო ზოგადად ესეთ კითხვებს არ ვსვამ, მაგრამ რადგან მხიარულ ნაწილზე გადმოვედით, ან ზოგადად ყვითელი კითხვები არ მიყვარს, მაგრამ გოგოებო თქვენც ვაკეთებამ ყველაფერს და მეტი არ მინდა არ დამიფასდეს, მოკლედ. გაგვიზიარა თუ შეიძლება პირველ რიგში თქვენი სტატუსი ბატონო გიგი და მეორე იქიდან გამომდინარე მიწაზე ესე არის სარდადი ხარ დღეს არ ჰაერში ხარ ან რომელიმე ქვეყანაში ხარ ანუ რაღაცა და როგორ შეიძლება ჩვეულებრივმა გოგომ არ ვიცი ბანკირმა რომელიც PR-ში ან მარკეტინგში არ მუშაობს და შეიძლება პირდაპირ კომუნიკაცია შენთან არ გქონდეს ჩემსავით ანუ რაღაცნაირად გნახოს სადმე გაგიცნოს და რა ვიცი ბანგლადეში თუ გაიჩნდა ჭველი მანდა ვარ აი მატლებით ქართულებს ვანდახულობ ხოლმე ზივით მართლა ეხლა ნეპალში ნახე არა თავისუფალი ვარ დაკავებული თავისუფალი ხო სხვა მეორე ხო არა თავისუფალი ვარ მეგობრებო ნომერი აქ და არა ხო მაგის ნუ ახლა როგორ თემა ურთიერთობის capacity-ის და დრო ამ მომენტში არ მაქვს ხო მე ესე არ ხდება ხოლმე ნუ არ იცი როდის არ ვიცი იმიტომ რომ ეხლა რო წარმოვიდგენ რეალურად იმდენი პასუხისმგებლობები მაქვს აკიდებული და იმდენი რაღაც რო აი სახში არა ვარ სახში კი არა ხან ტელეფონზე ვერ პასუხობ მშობლებს ხოლმე იმდენი რაღაც ხდება პარალელურად და ამიტომაც დათმობაზე ჯერ შეიძლება რომ მიპასუხე და თანაკა თავისუფალი შენი ტიპაჟი ყავს დაახლოებით აი როგორი ტიპაჟის გოგოები შეიძლება მოგწონდეთ თუ ყავს ეგეთი ან ზოგადად ადამიანებში რა გაინტერესებს შენ რა გიზიდავს თუნდაც სამეგობროთ მოდიოდნენ ესე ვთქვა უფრო მოხდილი ვთქვა უფრო რაღაცა ისეთი ადამიანი რომელიც რაღაც თვით განვითარება რაღაცა მაგ თემაში მაინც არის რაღაცა უნდა რომ განვითარდეს უნდა რომ რაღაც უფრო მეტი რაღაცა გააკეთოს ან შენერი აქტიური უნდა იყოს ხო პასიური არა რომ და ერთ-ერთი ისანი კი ანუ რაც როგორ იცი აი ხო რაღაც ის არის რა ცეთი ადამიანი ხო რაღაც აი რა ვფიქრობ ხოლმე აი ძალიან პოზიტიური და რაღაც იგი ერთია და მეორეა რომ ერთი არის გული ასამო მეორეა რაციონალური ანუ ეგორივე რთულია ხშირ შემთხვევაში დაემთხეს მაგრამ ნუ თუ რახან მეკითხები ეგ არის ორივე კი კარგი მე კი დაგახასიათე შეგაქე იდეაში მაგრამ ეხა შენი აზრი მაინტერესებს შენ თვითონ რას თვლი შენს კონკურენტულ უპირატესობად გულწრფელად იმიტომ რომ ტოპ 3 ანუ მოგზაურ იუთუბერში ყველა შემთხვევაში შედიხარ და ისედაც ტოპ იუთუბერების არ ვიცი 5-ში 10-ში ტოპ იუთუბი ვა სამოგზაურო კონტენტში რაც არის ანუ ყველა შემთხვევაში სამოგზაურო ანუ ყველა შემთხვევაში შენი კონკურენტული უპირატესობა რა შენი აზრით რა გამოგარჩევს რა გამომარჩევს პირველი ალბათ ვიტყოდი რავი აი ხასიათი როგორ ვთქვა რა ანუ ხასიათი ტიპაჟურად არ ვიცი აი ეგ არის ალბათ რა სილაღე ალბათ სილაღესი თამამი აი რაღაც ეს ან ყველაფრის ნაჯვარი რომ აი just go ანუ რავი ხო რა აი ალბათ ეგ არის ანუ სხვადასხვა აი YouTube-ზე კაკრას ეგა პერსონალიტის გამოხატვის ანუ უფრო და უფრო ჩემი თავი ხვდები YouTube-ზე
ვიდრე ვიყავი 1 წლის წინ, ვიდრე ვიყავი 7 თვის წინ. ანუ არა მარტო ჩემ YouTube-ზე, არამედ სხვა YouTube-ზე გადაცემებშიც რა, უფრო რაღაც შებოჭილი რაც ვიყავი, რაღაც აი და ზოგადად ცხოვრებაშიც ეგეთი როჟა ხვდები რა. ანუ მანდ მივხვდი, აი რავი, აი ეხლა ჩემ მეგობრები სულ რაღაც აი ვიდეოს რო ვიღებ, ანუ შემიძლია ვიყვი, რომ აი მეგობრებო მოგესაი რაღაც და ამდენი ხო ჩუმატო. მეთქი დაიცავ რეპეტიციო ფერდი წამით ანუ აქ კითხულობ რომ მეთქი აი ეხლა დავიწყებ ლაპარაკს და რაღაცა და ანუ ბევრად ეხლა სითამამე და სილაღე მომცა ცხოვრებაშიც და ანუ YouTube-შიც და ეგ მაგრა გამიწევდა რომ აი იმის და ის ხო არ არის შედეგი რომ ჯერჯერობით სტაბილურად ხარ ფინანსურად მოდი ესე ვთქვათ ხვდები რა დაახლოებით ანუ შენ თავი შეცნობილი ყავს ვინ რა მოგწონს რა არ მოგწონს და ასე შემდეგ და მანდ მინდა გაგახსენო რომ შენ ამბობ რომ მოგზაურობებში იმიტომ დავდივარო თუ იმიტომ დავიწყე რომ საკუთარ თავი მეპოვაო და რა იპოვე რა ვიპოვე სხვადასხვა სიტუაციებში როგორი როჟა ვიყავი ანუ რთულ სიტუაციაში, კარგ სიტუაციაში ვიღაცა რო შეურაცხყოფას გაყენებს ვიღაცა რო ამას გიშვება აი მაგ ყველა სხვადასხვა სოციუმში ბევრ ადამიანთან რო იჩდები ბევრი სხვადასხვა თავი შეგიძლია იყო და მან ხვდები უფრო რომ ანუ რა ხარ რა ანუ იმიტომ რომ მოგზაურობაში შეიძლება რომ თქვა რაღაცა ანუ რომ ესეთი ვარ ანუ ყველა შეიძლება უცებ ეგეთი აგიქოს და უცებ მაგ ჩარჩოში იჩდები რომ ესეთი აღმიქოს. სხვა შორის ბევრი საქართველოსში როდესაც მიდიან ბევრი სტუდენტები ან რაღაც მან ხვდები რომ უცხოეთში გამოხატავენ თავის თავს, იმიტომ რომ აქ ბაბლში იყვნენ შექმნილი რომ აი ბაბლში იყვნენ და აი რაღაც შეიძლება ითქვათ რომ აი ეს სულ როგორ რაღაცა ჭამს და იქ წავიდნენ და უცებ ეგ სახელი მოშორდეს და ვაუ და ვიღაცამ თქვას რომ შენ არ ჭამ არას და უცებ შეიძლება აი ვაფშე შეეცვალოს რა ამიტომაც ბევრ სხვადასხვა სიტუაციებში როდესაც ვარდები არის რა ბევრი სტრესი და მან შეთავს სწავლობ. და ყველაზე მეტად რატომაც ვაკეთებ ჩელენჯებს არის ეგ რომ ნახეთ ცხოვრებაში აუცილებლად დადგება რთული პერიოდი, ჩვენ ცხოვრებაში აი რაღაც რთული რა და ამ ჩელენჯებს რო ვაკეთებ ანუ რაღაც ხრივ ანუ შენ მზად ხარ ანუ ბევრი რამისთვის რა ანუ იმ რაღაცებს რასაც გადალახავ აი ჩელენჯ აი რაღაცა რაც სირთულეებია და რაღაც ისეთი ანუ იმდენად რთულია რომ მენტალურად ხო განვითარებს ფსიქოლოგიურად განვითარებს და ბევრად ძლიერი ადამიანის ჩითები ბევრ სიტუაციაში და ბევრ გაშეგიძლია უარი თქვა რაღაცებზე რაც შენ გინდა შეიძლება და არ არის კაი და ამიტომაც ის ჩელენჯები განვითარებს კიდევ ყველაზე ცუდი რა სიტუაციაში ყოფილ ხარ აი უცებ რის გაზიარება შეგიძლია ან ცუდად სად მოქცეულ ხარ? აი სულ კარგად გიცნობთ და ხარ რაღაც ცუდი გითხარი. ხა ცუდი იმ დღეს. არა ესე რაც მახსენდება საინტერესო მინდა ვთქვა აკაურობისთვის ისეთი. ვერ ვიხსენებ სიმართლე გითხრა ალბათ იდეალური არა ჯوان ბევრი ცუდი ისტორია ყოფილა კაი მაგრამ აი ესე რომ აი გამოყო ეგეთი ისტორიები ძალიან ცოტა მაქვს რა ანუ ხდება ხომ ანუ და მოგზაურობაში რომ ვიღაც აი შეხაშერაც თქვი რა ვიღაცა ან რაღაც შე რო ჩახვიდე შეიძლება სადღაც გაქურდონ და ამქიდან დაიწყო რომ აუ აქ რაღაცა საშინელი ხალხია საშინელი იმიტომ რომ რაღაც შენ ეგეთი ექსპერიენსი შეგექმნა და მაგის გამო რაღაცა შენი ერთკვირიანი ექსპერიენსის გამო ამ ხელა ქვეყანაზე მოვწოდია ან საშინელი ხალხია და ეგ აი ძალიან ბევრს არა გაცნობიერებული ან მეც რა ვერ გეტყვი რა როგორი ხალხია აი რა ბრაზილიაში ვაკენ რა ვიცხოვრე 4 თვე მიყვარს მე გეტყვი რომ მიყვარს მაგრამ როგორი ხალხია და ის მაგას მაინც ვერ გეტყვი იმიტომ რომ აი ფაველებშიც ვიყავ დავდიოდი რაღაც ვარჯიშები წაბურზე ვარჯიშობდი იქ და ბევრი სხვადასხვა რაღაც ვნახე მაგრამ ანუ ვერ გეტყვი მაინც რა იმიტომ რომ აი ბრაზილიის აი 10%-იც არ მინახავს ხალხი ანუ რაღაცა რეგიონი ნახე რა როგორც აი კახეთში წახვიდე დასავლეთში ადამიანები სხვანაირები არიან რა უფრო იქ თბილები იქით ისა ანუ ეგ რაღაც ანუ ეგრეა რა შეიძლება კახელი მოგეჩვენოს უხეშად უცხოელს რა რომ აი ეს ჩემი მეგობარი ჩამოვიდა თბილისში და ამბობს რომ აი ჩემს კახელი ამიტომ ჩემი მეგობარი ჩამოვიდა თბილისში და ანუ სოციალურ ქსელებში რასაც ამოვენო ძალიან სტუმართ მოყოლებიანიან და ისე რაღაც ანუ ესე არ ჩანსო რა და ანუ მეთქი თბილისში ცხოვრობ სოლოლაგზე მეთქი ანუ you will never find ან ხოაზე მაინც
ან ტურისტს ესე რო აი რაღაც welcome მეთქი სად ანუ წადი მეთქი ცოტა გაცდი თბილისს ან სადმე გაიარე და მიხვდები მან რა არის იმიტომ რომ ეს თბილისში არ იგზნობა რა ანუ და აი მაგის ექსპერიენსი უცებ ეგ იყო რომ აი არა ანუ არ არის ანუ ეგეთი ვიღაცა იმ დღეს კაცი იყო და რაღაც უხეშად გვითხრა რაღაც ხო გიგი მე შენთან კიდე 9000 კითხვა მოქვს და დაგისვამდი მაგრამ შენც დაღლილი ხარ თან ნელ-ნელა ფინალისკენ გავიწიოთ სხვა დროს უფრო იდეაში სიმართლე რომ გითხრა მე მაინტერესებს რამდენიმე მიმართულება ზოგადადაც და ადამიანებსაც ოდესაც ვიწევ რა ერთი თვითონ ადამიანი მაინტერესებს და მის ტვინში რა ხდება ანუ ზოგადად ფსიქოლოგია თვითგამვითარება ანტრეპრენერობა, მარკეტინგი, ეს არის ძირითადად ის თემები და ნუ კულტურა ხელოვნება. ესენი არის ძირითადად რის გარშემოც ყოველთვის რაღაც ჩემი გონება ტრიალებს ხოლმე და ძალიან ბევრს კითხავდი თუნდაც YouTube-ის backstage-ზე, ზოგადად YouTuber-ობის შრომაზე და ასე შემდეგ. მაგრამ მოდი ამ ამბავს მოვინახავ ალბათ შემდეგი part 2-ისთვის, რომელიც ოდესმე კიდევ გვექნება მომავალ წელს, ან არ ვიცი, როდესაც მოიცლი და ორი სიტყვით შეეხე შენს თავს როგორც ანტრეპრენერს, იმიტომ რომ შენი სტარტაპი გაქვს და ერთ ბიზნეს მქონი შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიდევ არის. კიდევ რაღაცები აღმოჩნდება და გიგი როგორც ბიზნესმენი. და ასევე შემიჯამე შენი თავი. უცუდად ჟღერს ეს ტერმინი, მაგრამ უბრალოდ იცი როგორ დამიყავი უბრალოდ შენი ცხოვრება ეტაპებად. მე ესე ვხედავ, ერთი რაღაც მეოცნებე გიგი თავის სტიქიაში, ან რაღაც თავის ოცნების ცხოვრებაში და გიგი რაღაც მოწიფული, რაღაც ანტრეპრენერი, ბიზნეს კოუჩი, შარკი. აი შენ მითხარი შენ როგორ ხედავ და მომავალში რა მიზნები გაქვს? აი როგორი გიგი უნდა გახდეს მომავალი გიგი? პირველი ალბათ რაც ყველაზე ისეთი სპორტსმენი გიგი იყო ჯერ. იმიტომ რომ წყალბურთის ნაკრები იყო ჩემი განაყოფელი 8 წელი მართლა დღე და ღამე იქ ვიყავი წყალში და ძალიან სერიოზული სპორტსმენი ვიყავი. მოგზაურობა მაქედან დაიწყო 25 ქვეყანაში თუ მეჩი ვიყავი წყალბურთიდან. მერე მოდის ამიტომ სპორტსმენი გიგი, მერე არის სწავლელი გიგი რომელიც ამბობს რომ სწავლა ან უნივერსიტეტი ბულშიტია, მაგრამ მაინც ჭირდება ის სერტიფიკატი. და პარალელურად ერთობა, ანუ რომ ცხოვრებით ტკბება, ესე ვთქვათ. და მერე მოდის შრომელი გიგი, ძალიან შრომელი გიგი, რომელიც კომპანიაში და რაღაცას მიაღწევს და მერე მოდის ცოტა დავიწყებ რომ აი რაღაცა ფეილი, ესე, მაგრამ ფეილი არ იყო ჩემთვის, მაინც გამოცდილება და შემდეგი ეტაპია უკვე წარმატება. ესე ვიტყოდი რა, მაინც დავყოფთი წარმატებელ YouTube-სა და წარმატებულ YouTube-ს შორის. იცი როგორ მაინტერესებს შენი მაინდსეტი, როცა ეხა ბიზნესებს ეჭიდები, აი ძალიან ბევრს კითხავდი მაგ თემას, აი თუნდაც ანტრეპრენერ შენ თავს როგორ ხარ, საოპერაციო მენეჯერად ხედავ შენს თავს, უფრო angel ინვესტორი ხარ, ნუ angel რა ვიცი, ინვესტორი რომ მეც არ ვიცი რაღაც. ხო. თანამეწილე, გინდა რომ იყო ჩართული ამ პროცესებში, მართო პერსონალი, აი ძალიან მაგიტომაც ან ნახე მე ვარ ყოველთვის ანუ ბიზნესი და ანუ ეს სფერო უფრო და უფრო განვითარდება დროთა განმავლობაში ჩემში რა ანუ ანტრეპრენერობა და ეს შემდეგ სხვადასხვა YouTube-ს რო YouTube-ი ერთ-ერთი ყველაზე კარგი ბიზნესია და საშუალებაა რომ ბევრი რაღაც ისეთი რაც გინდა ცხოვრებაში YouTube-შივე გამოიყენო ეგ დრო და გაისწორო. და ანახო ისე გადმოსცე რაღაცები რაც გინდა და ამიტომაც ანუ YouTube-ი, იმიტომ ბიზნესი რო ანუ აქ ყავს იმპლოიები და დასაქმებელი ხარ. და შეიძლება ანუ რავი 6 კაციანი გუნდი ყავდეს, ჩაულებრივად ხელფასები უნდა იხადო თვის ბოლოს და ამიტომაც აი რაღაც და მან მაიკრომენეჯინგი მიდის თითქმის ყველაზე რა ხდება, როგორ ხდება, სად ვართ, ედიტორები გინდა საოპერაციო ნაწილი, ბევრი რაღაცაა, რაშიც თავით ჩაფული ხარ, ამიტომაც ბიზნეს აი ეს არის. ეხა რაც შეეხება დანარჩენ ბიზნესებს, ალბათ სხვა ნახე თუ YouTube-ზე ხარ ძალიან ჩართული, როგორც ბიზნესსა და ისე უყურებ, რომ აი აქედან რა გამვითარდე, მაგის დრო არ აქვს რა, სხვა რაღაცეებსაც მოედო შიდა სამზარეულოს. ანუ ეხლა იყო დროპერი და არის კიდევაც რაც იმის დრო არ მაქვს, რომ შიგნით ჩავერთო და ჩახედული ვიყო, მაგრამ მარკეტინგ სფეროში აქეთ ჩემსას რაც შემილია ვაკეთებ და კიდე ახლა ორი კომპანია რაც მალე ერთი არის პროდუქტი და ერთი არის მომსახურება რაც მალე დაილანჩება და მანდაც
რაც შეეხება ის უშუალოდ ჩემ ჩართულობაში და საქმეებში. ჯერჯერობით ვერ ვიცვლი, მაგრამ მგონია რომ რაც რო გავა უფრო შეიძლება შემოსავლით წყავოთ ბევრად მეტი იქცეს ეს ვიდრე YouTube-ი ან რაღაც როგორც Mr. Beast-თან იყო რომ Launchly რაც გამოუშვა ის რაღაცა ძალიან სასწაულად ფინანსებზე ავიდა რაც YouTube-ს ეხმარებოდა და ჩემი მუღამიც ეგაა რომ აი ისეთი რაღაც პროდუქტი იყოს რაც მხოლოდ ეხლა აღარა ვარ უკვე ეხლა მხოლოდ ესე რო ვთქვა სპონსორებზე დამოკიდებული ბევრი სხვადასხვა რაღაცები ხდება იმიტომ რომ YouTube-ი ცალკე ბიზნესია და Instagram, TikTok-ი ცალკე ბიზნესია რაღაც აი ორ კატეგორიად აღვიქო ხოლმე მე რაღაც ესე რო უყურებ ამიტომაც ვფიქრობ რომ რაც რო გავა მით უფრო მაგ სფეროშიც ეს მედია მაგნატად ხედავ შენს თავს საბოლოო ჯამში არ ვიცი მე გავაკანო მაგ რომ მე YouTube-ს და სოციალურ ქსელებს გავაკეთებ მაგამდე სანამ მისწორდება რო აიღო უხეშად YouTuber-ები რამდენი ხანი ჩერდებიან პლატფორმებზე просто მე გლობალის რომ მინდა ეგ არის ხო მაგრამ უხეშად რო აიღო შვიდი ნაწლამდე ჯერ საქართველოს ჯერ საქართველოს ანუ ეგ არის ყოველთვის ჯერ საქართველოს განვითარდა და მე და ანუ ჩემ გამოცდილებაზე ვარ იმიტომ რომ ის YouTube-ი რაც დავწყე ინგლისურად და აქ რაც გავაკეთე ანუ პირველ სხვადასხვა ლეველი იყო და ეს ლეველი რო იგდავდო вообще იმიტომ გამოცდილება ფინანსები ყველაფერი სულ წერ ისეთ ვიღაცებს ვინც მინდა აი და წარმომიდგენი და ზუსტ აი რაღაცა თუ მეყო კონსისტენსი რასაც ქვია ჯერა რომ ერთ დღეს აი მეყოლება ის სტუმრები ვისაც ხედავ ძალიან ბევრი წელია რომ აი წინ მეჯდება ან რაღაც online რაღაც და ხო აი თავი არის თანმიმდევრულობა და აი мотиваცია არა აი ის დისციპლინა რაც შენ თქვი რომ აი ცუდად თუ არ მეზარება არ მინდა მაგრამ გავდივარ და ვიღებ იმიტომ რომ საჭიროა ხო იხება და ერთი არის რა ნახე რაღაცას თუ იღებ ბოლომდე და ფულინს შვები რა ნახევრად გაკეთებულ აზრი არ აქვს ნახევრად ან შეგჭამე რა სადაც არ შეხვიდე სამსახურში რომ იმუშაო და ნახევრად გააკეთო ვერ ახვალ იმაზე რა ვიღაცა იქნება შენზე კარგად ვინც გააკეთებს და ეგრე არის ყველაფერში ან პირველი ხარ ან ვერ ხარ ბოჩემ ბოლო კითხვამსაც ყველა სტუმარს უსვამ გამვლილი გზა თან გზა შენთან ძალიან road ჩდება მაგრამ გამვლილი გზა თუ საბოლოო შედეგი შენ რას ფიქრობ რომ უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია ძალიან კაი კითხვა იმიტომ რომ როდესაც ვფიქრობდი მაგალითად თუნდაც მსახიობობაზე ბავშვობაში მაგაზე დავფიქრდი რომ ის გზა მინდა გავიარო რაც მსახიობები გადიან ანუ რეალურად როგორც პროდუქტი მსახიობი მომწონდა რა კაია მსახიობობა მაგრამ პროდუქტი როს აი აქამდე როგორ მივიდე ეს არ მომწონდა და ეს თუ არ მომეწონებოდა ამასაც აზრი ანუ აქ ვეღარ მიხვიდოდი რა ის რაღაც აი მაგალითად თეატრი და ისინი და იქ დამახსოვრებები ამხელა ტექსტი მე კი არ მინდა პირდა მსახიობი მინდა რა და ეხლა მაგალითად მეორე მხრიდან რომ შეხედო უცებ YouTube-მა ის ანუ ცნობადობა იმის საშუალება მომცა რომ შეიძლება აი ამის ავლის გარეშე მივიდე იქ რაღაცნაირად რა და მქონია შემოთავაზებები მე საქართველოში არ ვიყავი და ამიტომაც კი რა უფრო გზა არის მნიშვნელოვანი რა გზას გადიხარ იმიტომ რომ ერთი კაი სადღაც პოდკასტში იყო რომ გირჩევნია ვიყო მდიდარი და უბედური თუ ღარიბი და უბედურიო რა და ანუ ნახე მდიდარი და უბედური თუ ხარ ეგ იმას ნიშნავს რომ ანუ არა ნახე მდიდარი უბედური ძალიან ბევრია მდიდარი და უბედური თუ ხარ ეგ იმას ნიშნავს რომ ანუ ყველაფერი გაქვს რა ანუ ვეღარა გაქვს ის რომ აი ნეტა ეს გქონდეს ანუ გაქვს ისიც გაქვს ისიც გაქვს და უბედური ხარ ღარიბი და უბედური როდესაც ხარ ანუ შეგიძლია გქონდეს რაღაც მიზანი რომ ეს მინდა გქონდეს რა და აი რაღაც იმედი გაქვს მუღამი გაქვს და ამ შემთხვევაში ხომ ეგ არის რა ის journey გაქვს და იქ თუ მივედი და დავჯექი მორჩა ანუ მე კიდე ახალი იბადება და შემდეგს მაგრამ სადღაც მე გბეზდება რა რაღაც პერიოდში აი აღა მადლობა გიგი მოკლედ ეს იყო ჩემი აზრით გიგი ძალიან ჩემი აზრით განსხვავებული კუთხით შენი აზრით ცოტათი გულწრფელად თუ მე მეჩვენა არა 10% არა ეთი გეტყვი რა 40% რაღაც საერთო თემები იყო და 60 იყო რაღაც ახალი რაც არ მისაუბრია ასე
კი და თუ ფიქრობთ რომ ჩემსავით რომ ძალიან ბევრი თემა იყო ისეთი რომელზეც კიდე შეიძლება გვესაუბრო უბრალოდ ახლა ცხადია რომ უსასრულო პოდკასტს ვერ გავაკეთებთ თქვენ აუცილებლად დაგვიტოვეთ კომენტარებში ყველაზე მეტად რა გამოგეხმიანათ ესე რომ რა იყო თქვენს ყველაზე მეტად relatable გიგის საუბრიდან რამე საინტერესო ინსაიტი თუ გამოიტანეთ ეს call to action ბოლოს უმავიწყდება ხოლმე და პროცესშიც და შენს ცოტა შეგიძლია დაწერ კომენტარებში მეგობრებო გულები გამისპამეთ საინტერესო და აუცილებლად დაგიბრუნდებით. მადლობა მოკაცრავ. კომენტარებში დაწერეთ საუკეთესო კითხვა რა იყო და რა შეიძლებოდა რომ აქ კითხვა ყოფილიყო, აქ შეიძლება ყოფილიყო. მადლობა. მადლობა შენი წვდომისთვის და მართლა კაი conversation იყო და მიხარია ხოლმე ესეთი ჩემს მაყურებლისთვისაც საინტერესო საუბარი რო შედგა. მიხარია თუ გქონდეთ.